გამარჯობათ მაესტროს ეთერში თოქ-შოუ პრესის დრო დადგარაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო საათნახევრის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. მაშ ასე პრესის ინტერესის მორიგი ობიექტი, მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალები. შოუ-ბიზნესის მესოურთა ჩუმი თუ ხმა მაღალი მღელვარეების საგანი. ანუ თქვენ შეიტყობთ თუ ვინ და რა მეთოდებით არჩევს საუკეთესოებს სამამულო შოუ-ბიზნესში და რა პრინციპებით ურიგებს მათ უცნაურ თუ არაუცნაურ ტიტულებს. Am საინტერესო თემაზე საუბარი ჩვენი ჟურნალისტების პირისპირ დღეს მხოლოდ ორმა ადამიანმა გარისკა და მე წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. ეს გახლავთ დაჯილდოების ცერემონიალ მეგას ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე საღამოშიდობისა. ბესო და დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისათვის. მივესალმები ასევე ჩვენს პრეს-გუნდსაც, რომელიც ტრადიციულად ჟურნალისტებითა და მუსიკალური წამყვანებითაა დაკომპლექტებული საღამოშიდობისა. მე აქვე იმასაც გეტყვით, რომ გადაცემის მეორე ნახევარში ჩვენ შემოგვერთდება კინოსა და მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა სვანაძე. თუმცა სანამ ზაზას შემოვიპატიჟებდით, ისევ ჩვენი პირველი სტუმარი ბესო ჩუბინიძე და მისი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები პრესის ტრადიციულ რუბრიკაში დოსი. ბესო ჩუბინიძე დაიბადა ქალაქ ხაშურში 1975 წლის 15 აპრილს. გაიზარდა რუსთავში, დაამთავრა გიმნაზია ფიზიკა-მათემატიკის განხრით. შემდეგ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში თბო ფიზიკის დაუფლების მიზნით, თუმცა მესამე კურსზე აღმოაჩინა, რომ არაფერს ასწავლიდან. მიატოვა გპი და თვითგანათლება შეუდგა ჟურნალისტიკის განხრით. თვითნასწავლობით მოახერხა ჟურნალ-გაზეთების ბიზნესში გარკვევა. 1996 წლიდან უშვებს ჟურნალ ვარსკვლავს და არის მისი უცვლელი რედაქტორი. ცოტათი ადრე, ანუ 93 წელს გადაწყვიტა, რომ ქართველ ხალხს სიყვარულის დღე უნდა აღენიშნა 15 აპრილს და აქტიურად იღვაწა ამ თარიღის დაკანონებისთვის. ასევე ენთუზიაზმით იზრუნა, რომ ქართველ მამებსაც ჰქონოდათ საზეიმო თარიღი და ამ თარიღად 15 ოქტომბერი გამოაცხადა. ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მის შემოქმედებით კარიერაში და ასევე ყველაზე დიდი მithქმა-მოთქმის საგნად ითვლება დაჯილდოების ცერემონიალი მეგა. ცერემონიალი 2000 წლიდან იმართება და გაზაფხულზე მისი მე-6 ჩატარებაა დაგეგმილი. მაშას ეთერში თოქ-შოუ პრესი და ჩვენი დღევანდელი თემა მუსიკალური ფესტივალები და დაჯილდოების ცერემონიალები. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პირველი სტუმარია მეგას ორგანიზატორი ბესო ჩუბინიძე. ვფიქრობ, თემა ძალიან საინტერესო და თანაც ამოუწურავია, ამიტომ მე დიდ დროს აღარ წაგართმევთ და ბრძოლას 8-1 წინააღმდეგ დაწყებულად გამოვაცხადებ. პირველ შეკითხვას დასვამს მაია სიხარულიძე. მოგესალმებით, მაია სიხარულიძე, ჟურნალი მაესტრო. ბესო, სანამ კითხვებზე გადავალთ, მე მინდა ერთი, ესეთი პატარა გადახროვა გავაკეთო, ან შესავალი უფრო სწორად. მე მახსოვს პერიოდი და ამიტომ გეკითხები. სანამ თქვათ მე კითხვას დაგისვამ და ეს იქნება ალბათ ყველა აქ მყოფი ჟურნალისტის უსაფრთხოების გარანტია. მე მინდა კითხო ესეთი რაღაც. სანამ გადაცემა დაიწყო, მინდა შემპირდე, რომ გავალ გარეთ, არ წამიყვან ტყეში, არ მიმაბამ ხეზე და არ დამტოვებ იქ სამი დღე. მე რის კითხვას აპირება ეს? რა უნდა? არა, ხო, ეს არ მოხდება, ხო? ტყეში წამიყვანი ხარ, რამე მიქნია შენ. ასეთ რამე მომხდა რა, რომ ბესოს ხალხი მიყავს ეთერის შემდეგ ტყეში. არა, არ წავიყვანი ვარ, მაგრამ ამის სურვილი ქონდა. რა ტყეში წაგიყვან სოკოების საკრეფო, თუ გინდა კოჯრის ტყეში და ისე მე რატო უნდა წავიყვან? იყო ესეთი პერიოდიც, როდესაც მე დავწერე მეგაზე რაღაც პატარა ესეთი ჩემი მოსაწრებები. გასაუთავებელი დროშები. ხო, გასაუთავებელი დროშები და ასე შემდეგ. მახსოვს შენი გაცხარებული ესა. ამიტომ პირობა მიღებულია, არ წამიყვან ტყეში და არაფერს არ. ტყეში ნახდათ არ წაგიყვან და არც არც არ წაგიყვან შემეში რა. გაი, დავიწყოთ ახლა შეკითხვა. უმრობის გარეთ. საინტერესო შესავალი იყო მაია. კარგი. და შემდეგი, შიში შეიძლება სიყვარულსო მაია და მაგ პრინციპით მიაწექი ბოლომდე. კარგი, გაიხარდა. ტყეში წაყვანის ერთ-ერთი ძილა პირობა. ტყეში წაყვანის ერთ-ერთი. და ბესო, დავიწყებ კითხვას ესე, ანუ პირველი კითხვა. ჩვენი საერთოდ ზოგადად ჩვენი მთავარი სატკივარი რა არის, რომ ფესტივალები თუ იგივე მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალები, მეგა როგორც ის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალს განეკუთვნება, ის რა მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც შენ გვერდით გედექი და მახსოვს პერიოდი, როდესაც ძალიან აქტიურად ვცდილობდი, რომ თქვათ კი დაგხმარებოდი ეს იმიტომ, რომ თქვათ მე მეგონა რაღაც გაუმჯობესდებოდა. ყველაფერი მიდის უკან-უკან. ანუ
იმის ნაცვლად, რომ ფესტივალებმა, იგივე მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალებმა რაღაც ახალი, უფრო საინტერესო შეიძინოს და უფრო ვთქვათ, მრავალფეროვანი გახდეს და რაც თავარია, ხარისხიანი, მიდიხართ უკან და უკან. შენს მიერ ორგანიზებულ მუსიკალურ დაჯილდოების ცერემონიალებს ესწრება იმის მეათედი ხალხი ყოველ წელიწადს ვიდრე ესწრებოდა. ეს არა იმიტომ, რომ ინტერესია ნაკლები, იმიტომ რომ უკვე ვთქვათ, უკვე ჩატარდა. არა, ეს იმიტომ ხდება, რომ ხარისხი თანდათან ფუჭდება. ამ დროს უნდა იყოს პირიქით. ჩემი აზრით, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით შენი აზრი? ძალიან დიდი მადლობა აბსოლუტურად ჩემ დაგასაკვირად სრულიად სერიოზული შეკითხვისთვის შენგან და მე გიპასუხებ სრულიად სერიოზულად. იცი რა არის? შოუ ბიზნესი კი არა და მეგა კი არა, ჩემო მაია ქვეყანა დაიქცა და აგი ხალხ პორის ფული არ აქვს და რა შოუ ბიზნესი და რა მეგა და რა კიტრი და პამიდორი ხალხი მშიერია და აი როგორც ვიცი ისევ ატარებ. ერთი წუთი ხო? როგორ სიტუაციაა ხა იცი გეთანხმები ნაწილობრივ კი არა, უმეტესო ნათქვამში რაც ახლა თქვი შენ. მაგრამ ერთ რაღაცაში არ დაგეთანხმო, რაში იცი? ხალხი არ მიდის ცერემონიალზე, ხალხი არ ესწრება შენ თვითონ, იმიტომ რომ არ აინტერესებს. მოდი რა თქვათ ფული არ აქვს ხალხს, რომელი კონცერტი გინახავს, ისეთი გრანდების კონცერტები ჩავარდა, ქართველ გრანდებს ვისაც ვეძახით ჩვენ რომ რა სისულელი ფული არ აქვს ხალხს და მაგიტო ვერ მიდის. 90-იანი წლების კი არა, როდის დაიწყო მეგა 99 ბესო იუმორინაზე ივსება ფილარმონია. ერთი წუთი, მე იუმორინა და მოცინარი და სასაცილო მეგა არ მაქვს და სიცილზე და კისკიზე ხალხს ენატრება სიცილი ხალხი. სატირალი მეგა გაქვს ბესო ხო? დამთავრებული ხოდი ჩვენ შევთავაზოთ იმაში კარიდორში რომ შემოსასვლელში რომ ვილაპარაკებთ. აი ლალის ჩაუგდებ იგივე ასე ვთქვათ, ადაჩას ჩავარტყავ, გეუბნები პირდაპირ რა მე სასაცილოს არაფერს არ ვაკეთებ. მე ვაკეთებ საპრესს, იმიტომ არ აქვს რა. დარწმუნებული ხარ? 100% თორ დარწმუნებული. დაგსაფუძე. შემეკითხე და დაგისაფუძებ. აი, მაიამ კითხა და ვიპასუხობ. ეს არის ზოგადი ქვეყანაში უარესდება სიტუაცია სამწუხაროდ. მე ვატყობ რომ უარესდება სიტუაცია. მე 5 წელი, 6 წელი ჩემი საკუთარი მარტო რა იმ გუნდით, რა გუნდითაც ვაკეთებ, ორგანიზებით, სახელმწიფოს გარეშე გულისხმობ. გავაკეთე ის რაც გავაკეთე. ანუ ხალხმა იცის, მე დღეს რომ აქ ვარ. ბესო. ერთი წუთი, დავთარო. მე დღეს რომ აქ ვარ. ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას, ანუ ამ 8 კაცს მაინც კიდე აინტერესებს ის რაც გაკეთდება. თქვენ იცით რომ მაინც გაკეთდება. თქვენ იცით რომ ჩემთან დავას აზრი არ აქვს არანაირი. ის მაინც გაკეთდება, რასაც მე გავაკეთებ. ის რომ შეაყარეთ კედელს ცერცვი, აბსოლუტურად გეთანხმებით ჩემთან მიმართებაში, მაგრამ ის რომ კარგი გაკეთდეს, მე ამაში უნდა დამიდგეს გვერდით, აი შენ იგივე შენც მე ვიცი რომ მიდგე ხარ გვერდით, იგივე შენი სტატიები გაზეთში, მე ჩემზე კარგად პიარი არავის არ ესმის, დარწმუნებული იყავი და ცუც რო დამიწერ, უკეთესი იქნება ჩემთვის. მე გეტყვი ერთ რაღაცას, თუ სახელმწიფო მე გვერდზე დამიდგება, მე სახელმწიფოში კაცი არ ამყავს, ზოგიერთებისგან განსხვავებით რა, არ ამყავს მეგობრები და არავის არ ხა ბოდიში და არც მიუხედავად ისე რომ კომპიუტერიც ვიცი და ინგლისურსაც ასე თუ ისევ ქაჩავ, ხო? მე არ ამყავს არავინ დახმარ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აინტერესებს ეს საკითხი. ო არ აინტერესებს მე სანამ გავქაჩავ და მე ნახოთ რა. და ბესო ეს არის ხარისხის ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენ გულისხმობთ. იგივე გასაუთოებელი დროშები, იგივე მწვანე ხალიჩის მაგივრა წითელი ხალიჩა, ეს უკვე ანუ შენ არ ყოფნის ის თანხა, რასაც იღებ გაყიდული პრიზებისგან. მე იცი რა, მე რა გიგე თავი შეცოდება დაგიწყო, სახლი გავყიდე მაგის გულისხმობ მეგა გამიკეთები. ხო, ძალიან კარგი. აბა, ძალიან კარგია, ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. მე იცი რა შესაქმე, აქ სახელმწიფოს თხოვ რაღაცებს. თვითონ უნდა ხდებოდეს სახელმწიფო მართალია. არა, იცი რა, სახელმწიფო არ უნდა ხდებოდეს ჩემი აზრით ესეთი ორგანიზებების დაფინანსება. უკეთესები უნდა გააკეთოს ამ უფრო ხარისხიანები. მაგრამ ერთი წამით რა სახელმწიფოს პრობლემას ნუ შევეხებით, შევეხოთ შენს პრობლემას. მთავარი რაში მდგომარეობს? მე ვფიქრობ, რომ გაწუხებს რაღაც ესეთი ამბიციები და დაუკმაყოფილებობის რაღაც არასრულფასოვნების კომპლექსი. ოღონდ არა ვთქვათ ადამიანის პირადი თვალსაზრისით. ზოგადად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ადამიანი 5 წელი აკეთებდა ერთსა და იმავეს და ყოველ წელს აკეთებდა უარესად და უარესად. შენ საუბრობ რაღაც ზოგად საკაცობრიო პრობლემებზე. ეს არის შენი პრობლემა. გაუთავებელი დროშები, გაყიდული პრიზები, სამართლიანო ნომინაციები, გაბინძურებული რაღაც, აი ყველაფერი. ხალიჩები.
ხო, იცი რა შეცაქმე? ეს არის შენი პრობლემა, ბესო. $500 თხოვ ადამიანებს. აი, იცი რა არის სასაცილო, რომ მხოლოდ ნომინაციებს კი არ ყიდი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. ხო, აი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. საზოგადოებაში არის ესეთი აზრი. ეხლა მოდი საზოგადოებას შენ არ წარმოადგენ და არც ერთი თქვენ ამ საზოგადოებაში არ არის ეს აზრი, კონკრეტულად გეტყვით რა. შენ წარმოადგენ აქ? გეტყვი ხარ რა, შენ არ ხარ იმ საზოგადოების წევრი, ვინც ფიქრობს, აი მარტო შენნაირად, ხო? გეთანხმები, ბესო, ერთი წამი ჩვენ არ ვართ ფართო საზოგადოება. ზიხარ, ხო? თუ რამდენი ხარ? 9 თუ ერთმა გამრავალ, რამდენი რუანი ხო? 8 ხო ხარ და 8 და 8000 და 8 ჯერ კუბში კიდე 800.000 ხო ზის ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა უკეთესი გამოვიდეს, მაგრამ იცი რა არის? მე ვერ დავიწყებ სახელმწიფოსთან მათხოვრობას. მილიონი შეშვი რა ამ სახელმწიფოს, ყიდი თუ არა პრიზებს ეს მაინტერესებს. არ ყიდი, ხო? კარგი, მაშინ რა მაინტერესებს? გავყიდო რა, ქარვას რა მაინტერესებს. კარგი, მე რა მაინტერესებს? ნუ პრინციპში ხო პარკეტებია, ხო? არა, პარკეტია. მოდი გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ანუ მე მინდა დაგისვა კონკრეტული კითხვა. არ ყიდი პრიზებს, ხო? შენ ამბობ რომ არ უყიდი პრიზებს. მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ვერ გავიგე პრიზის გაყიდვა რა. ანუ მასწავლე რა. გასწავლე. ხო, შენ რაღაცას ყიდი და ფულს აკეთებ და ხა მე არც აქ მოსვლაში ამიღია ფული და შეიძლება თქვენ გიხდიან ფულს აქ მოსვლა. ხო, აი, კონკრეტულად კითხვა დასვი. ბესო, შეკითხო ვერ გავიგე. კარგი, ეხლა მე შენ და ერთი წუთი დაამთავროს მაია. დაამთავრებინე და ვაფშე თუ გინდა კონკრეტიკას გადადი რა გეშინია. რამდენ არა, მე არც არ მეშინია. ხოს მაია სიხარულიძე და მოусმინეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის ესეთი იყო უბრალოდ იმ პერიოდში დამწყები მომღერალი და შენ ქონდა ესეთ პრეტენზია, რომ ვინც მოვა ჩვენთან და მე დამწყებ ნიჭიერ მომღერლებს ხელს გავუმართავ და მე მახსოვს სალომე წვერაიძის მენეჯერთან შენ ქონდა ესეთი შემთხვევა. სალომე წვერაიძის მაშინდელი მენეჯერი თუ არ ვცდები იყო რამაზ ჩაჩანიძე. შენ ქონდა ესეთი შემთხვევა, ის მოვიდა, როდესაც ატარებდი მეგას, სალომეს მაშინ პირველი კლიპიც არ ქონდა გადაღებული, ანუ მაშინ იყო დამწყები მომღერალი და გითხრა რომ მეგაზე უბრალოდ სტუმრის სტატუსით გამოვალ და ვიმღერე. მე რამდენადაც ვიცი, შენ მას მოთხოვი ამაში $500 და როდესაც ამაში ითხოვ $500 დავიჯეროთ არ ყიდი პრიზებს, თათია ჯაველიძეს და ამ შემდეგ შენის ნომინაციები რაშიც თითქოს და გაიმარჯვეს არ მიყიდე? ეხლა მე გეტყვი ერთ რაღაცას. ეხლა შეთქვი აბსოლუტური ტყუილი ერთი რამაზ ჩაჩანიძესთან მიმართებაში პირველი. მეორე, მეგა ისეთი ძიშოვი არ არის მიუხედავად იმისა, რომ პარკეტის მასალის განხილვა გაკეთებული, რომ ესეთ სასაცილო თანხად $500 გავყიდო. ასე თავს ვერ დავიძიშო. უფრო ძვირია. რა თქმა უნდა, უფრო ძვირი ის მეგა. გეტყვი და მესამე, თათია ჯაველიძე რა შუაში იყო ამ მაია გაქვს შენ ინფორმაცია თათია ჯაველიძესთან? არა, მე მაინტერესებს ზოგადად. თათია ჯაველიძე იგი ნებისმიერი სხვა გამარჯვებული არ არის. რატომაც ეწამოს? მე რატომაც გამახსენდა თათია ჯაველიძე ერთ-ერთი გამარჯვებული. ძალიან ბევრ ახლანდელ ვარსკვლავს და ძალიან სახელი და გვარები გარო დარჩენილი. წარსულიდან ვარსკვლავს თათია ჯაველიძე თავის იმღები მილიონჯერ ჯობია ეს ერთი. ეხლა მე გეტყვი ერთ რაღაცას, ჩემი არა მარტო ჩემი. ეხლა მე გეტყვი ერთ რაღაცას რა. მე თქვენ ვერ გასწავლეთ ერთი რაღაც 2 წლის უკანაც იგივეს გიმეორებით და ახლაც გასწავლით იგივეს. როცა საუბრობთ საერთოდ, აი მე რო ვიყავ ლუკა ვიცი, ლუკა იჯდა იმ პრესპრესში, ხო? მე მოვდიოდი ყოველთვის ფურცლებით და ქაღალდებით, გაიგე? დააძრე ფურცლებით, ქაღალდე, რაღაცა დამიმტკიცე, რომ იყო აქვს მაიას მოტანილი ხასალა. არა, როცა რაღაცას ლაპარაკობ, იმ კონკრეტულ ბესო აქტიურად ცდილობს რომ ნერვები აუშალოს ჟურნალისტებს. არა, ეხა აი არა შოუ ბიზნესურ საქართველოში, ხო, ჩემის ტერმინია ფაქტები. არა შოუ ბიზნესურ საქართველოში ჩვენ ცოტა იქნებ გამოვაცოცხლოთ და დედას გეფიცე მართლა გულით მაზოხისტი მგონია ჩემი. საერთოდ ძალიან საინტერესო პრესპრესია, იმიტომ რომ საერთოდ ესე ნელა იწყება ხოლმე და 12-15 აკრია მაშინ ფიზულებია ჟურნალისტები. აუიგეთ ხმა რაღაცა ფაქტებით მიაწე. ბესო ფაქტებით რას უნდა მივაწვე? გეუბნები კამერით გადაღებული მე რო ფულს ვიღებ სალომე წვერაიძე. აგორ გეკაი მე რა უნდა ვქნა? დიქტაფონი უნდა ჩაგირთო, რომ შენ სალომე წვერაიძე მე რა უნდა ვქნა? შენ დიქტაფონი უნდა ჩაგირთო. მაია, ეს ერთ-ერთ მე გავაკეთე დღეში, ახლა შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. შემდეგ კითხვა. საღამოშტობის რადიო ფორტუნა პლუსი მუსიკალური წამყვანი გიგა. საქართველოს ხმაში აღარა ხო? შენ ძალიან ჩამორჩა. კითხვა. ბესო, ესე იგი მე თავდაპირველად როგორც მაიამ ცოტა ლირიული გადახვევა გააკეთა, მეც ასევე პატარა წინა სიტყვაობას გავაკეთებ. ზუსტად 3 წლის წინ შენ ამ გადაცემიდან ძალიან ნაწყენი და გულნატკენი წახვედი. ვიზე? ჩვენ ჟურნალისტებისგან.
და მეორე დღეს შენ როგორც ეს არაეთიკური სტატია დაგვიწერე თითოეულ ჩვენზე დაწერეს იმ მეორე ლაპავს იხსენებს. ადრო გასულა? დიახ, ძალიან დიდი დრო გავიდა და სათითაოდ თითოეულ ჩვენთაგანს ცოტა არ იყოს და სასაცილო იარლიყები მოგვაწერე. მე ვითომ თურმე სულელი ჟურნალისტი ყოფილ ვარ, ლუკა თურმე უინფორმაციო და ვინი ყველაზე ჰარიჰალარი და მოკლედ არ დავიწყებ ესე ამის ჩამოთვლას. ნომინაციები. და ნომინაციები ჩამოთვლას. აუ მაგა ჟოლორ, აუ საგო ვინი. იდეა. გააგზავნა. და ესე იგი დღესდღეობით გავიდა მას შემდეგ 3 წელი და ლუკამ ტელევიზიაში დაიწყო აგერ პრესის წამყვანი არის. მეც წინ წავიწე და ერთ-ერთ წარმატებულ რადიოში მუშაობ მუსიკალურ პროგრამაში. რაც ის ვარ ისევ და ის ვიქნები ისევ 100 წლის წინ. ვინიც და იქ მსხდომი ადამიანებიც წინ წაეწინენ. შენ დარჩი ისევ და ისევ ერთ ადგილას. შენ არც წინ წასულ ხარ, არც უკან წასულ ხარ. თქვენგან გასწრებით სტაბილური ვარ რა. ამ 3 წლის შემდგომ მე მაინტერესებს შენ შეხედულება შეგეცვალა თუ არა ჩვენზე. აი ხა შენ რო ბექა კი არა კაცო მომწყება შენ სახელი გიგა. შენ რო იგივე გაიმეორე შორის საზოგადოებისთვის მიმიტვია ამის არჩევანი. რა შეეხება კითხვას? ერთ გაჭედი აქ. ეხა გეტყვით რაღაც რა. საზოგადოებას რას ამდობ? ეხა შენ კიდე გაიმეორე იგივე. აი რაც მაშინ 3 წლის წინ გაიმეორე შენ. არ გამიმეორებია. ერთი წუთი გაიმეორე იგივე მე თქვი რაც 3 წლის უკან გაიმეორე. აი პირდები რა საზოგადოებაში ასე ჩვენ ფლანგავთ საერთო დროს გიგა დასვი იმას გავაკეთე გასმაში რეკლამაში გავაკეთე პირდაპირ ბესო უკაცრავად კითხვას სვამს და რა შეეხება მეგას ფესტივალს მე აი ეგრე რა შედავოცილო არა მე უბრალოდ შენი პიროვნება მაინტერესებს გიგა დასვი კითხვა შეიცვალა თუ არა 3 წლის შემდგომ ბესო ჩუბინიძე და რა შეეხება მეგას ფესტივალს მე ყოველ წელიწადს ვესწრები ხოლმე აი ამ ფესტივალზე და მაიას თქმის არ იყოს ხალხის და საზოგადოების რაოდენობა თანდათან მცირდება და არა მარტო მათი, არამედ ნომინანტების რაოდენობაც. არ მოდიან ხოლმე? რატო არ მეთან? არ მოდიან შენს ფესტივალზე. კითხვა და მე ჩაუყმავდე დეტალებს. არ მოდიან ხოლმე შენს ფესტივალზე თვითონ ის ნომინირებული ადამიანები და ხომ არ გეშინია საბოლოო ჯამში შენ თუ ესეთი ტემპით გააგრძელე ბესო მეგას ჩატარება სცენაზე მარტო შენ და წამყვანი დარჩეთ. გასაგები, მე დააჩიფურცელა და დავჭეთ ამას. აბსოლუტურად სერიოზული შეკითხვა და მე აბსოლუტურად სერიოზული ვარ ყოველგვარ ცინიზმის გარშე გიფასხობს. არ მეშინია, იმიტომ რომ ეგ შეკითხვა ისმის მეგას არსებობის 5 წლის მანძილზე. 5 წლის მანძილზე და ისმის ეგ შეკითხვა წლამდე მცირდება და მცირდება როგორც ნომინატების ასევე. არასწორი მართვა. მე ვიყავი ახლა, მე ვიყავი მეგაზე და ზუსტად მახსოვს იცახდნენ რომ ეს მომღერალი ავათ არის ზოგი ამერიკაში თუ საზღვარგარეთ არის ვეთანხმები იმიტომ რომ ბესო იყოს თბილისში იყო ზოგიერთი მათგანი ახლა მე არ დავიწყებ მათ ჩამოკონტროლ დაიწყე რა პრობლემა ბესო აი გადაში გიჩვით და მან ჭედა თუ არა ბესო როგორი ეს მომღერალისო არა ბესო მაშინ გიგა აქ მუსიკა წადი და კოჯრის ტყეში დაკლიფე კვერცხები რაღაცა კარგი რა ბესო არ გიდე კოჯრის ტყეები და ისე მოდი არ ლაპარაკობ ილაპარაკე ფაქტები რატო იქ ჩემს გარდა უამრავი ჟურნალისტი იყო რომელიც დამეთანხმება რა დროშები დაინახეს გასაუთოებელი ბატონო ზურაბ ერთი რომელი კამერა მუშაობს და მე ჭყიანი ხალიფები დავინახე ბესო შენ შემოგიდგენ რა ბატონო ზურაბ ჭიაბერაშის მიმართავ რა მოდი არ გვინა რამე სერიოზული გრემი სერიოზული რაღაცა სერიოზული გავაკეთოთ ქართული შოუ ბიზნესთვის გინდათ იმ წვიმის მომღერლებისთვის ან გინდა ვიღაცისთვის რომ ესეთი ის არ გახდეს რა ეს საკითხი რა და შენ საერთოდ გააქვს იმის ილუზია რომ შეიძლება მთავრობა გვერდში დაგიდგეს შენ ამის გაკეთებაში მე კი არ უნდა დამიდგეს ანუ კარაში ხალხს მაიწყო მე კი არა აი ამ თვითონ ფაქტს უნდა დაუდგეს მე ვაფშე წავა რა ფაქტ დროშები გაგიუთავონ? რა დროშები რა შეიძლება დროშების გაუთავი თუ გინდა და შარვალის გაუთავი რომ იყო მეგაზე. ერთ რაღაცას გეტყვი რა მე 15 აპრილს გავაკეთე მაგაზე მოგეცემოთ ახლა სალაპარაკოთ ქემა დარწმუნებული 10 წელი ღეჭავთ და ვერ გადაკლაპეთ რა. გეტყვით ერთ რაღაცას. ნახევარმა თბილისმა არ იცის, კი არა საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს აღნიშნავს ამ დღეს, რომ ბესო ჩუბინძე მოიგონა ეს დღე. всё, შენი დაბადების დღეა რა 15 აპრილს. გავა 10 წელი მეგას ჩატარება ვიღაცა სხვა ჩაატარებს და რა პრობლემაა ვიღაცა სხვა სახელმწიფო ჩაატარებს მეგას ჩაატარებს მაია სიხარულიძე ლიზა ვაგაჩქორია ვინი მაშინ კონკრეტულად დასვით კითხვა რა არ მოგწონთ ბესო მეგაში ერთი შეკითხვა მაქვს მე ბესო ხომ არ გეჩვენება რომ მომღერლები რომლებიც არიან ნომინირებული იქ ცოტა ცინიკურად უყურებენ შენს მეგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა შენი მეგა სახში ედებათ თუ არა ჩემი დარდი კიდე თუ ცინიკურად უყურებენ რა დაიუდ ბილი აი ზუსტად ეს არის ბესო ერთ-ერთი ძალიან მე არავის არ ვაძლევ მე არავის არაფერს არ ვაძლევ. მე პირადად ბესო ჩუბინძ ხალხი აძლევს მეგას კი. რა პრინციპით ხდება საერთოდ მეგას გადაცემა? მოგიყვე ისე როგორ ხდება? კაი ბატონო, ეხლა მე უნდა წავამიღოთ
შაშაწირო მოვიდი, ჩემოდრით გახსოვს უკვე? კეისები და ჩემოდრები ზიარული არ მინდა ბესო ჩვეულები ხო ძალიან მოკლედ მაყურებლისთვის გავაკეთოთ როგორ იქნება მეგაზე პრიზები. კი როგორ არის? ხო, არა. შეკითხვა დავსვი. ლიზა აქ არის და ლიზა მაინც იცის როგორ გაკეთდა შარჟა თქვა იგივე ლიზამ ერთი დაჯილდოების ცერემონიალი გააკეთა და შეიკლეს ბავშვი და შეეშვა ნახა რომ უაზრობაა ამ ხალხთან ვისო საერთოდ ლაპარაკი. ბესო კონკრეტულად როგორ იქნება? არა, მე ხუთეთ მიწევს ამის გამეორება იბეჭდება აგერ ლალის უჭირავს ანკეტა ეხა ეს ახალი ნორმი განაგიო ყო და იბეჭდება კონკრეტულად როგორ იქნება მეგაზე პრიზები? როგორ იქნება გამოდის ვიღაც ნამაზი გოგონა და აგერ ვინ არჩევს? ნომინანტებს რა კრიტერიუმებით აფასებთ? ანუ რატო საიდან ხდება ამ ხალხის შეგროვება? მაგას ვიძახი და მაგას. ანკეტები ვეშტეო მე თქვი, ანკეტები არის წარმომადგენლობები, რომელიც არც ერთხელ არ შეგიმოწმებია და არ მოგინდომებია თქვენ მაგარ ჟურნალისტებს ეს იგივე ჩართავ იგივე ვთქვათ აჭარაში გაზეთი გამოდის აჭარა PS-ი, იგივე კახეთში, ლაგოდეხში, რადიო ხერეთი, იგივე რუსთავში ტელეკომპანია TV4. აი ეს ადგილობრივი ვიღაცები ჩვენ გავწვდენ რაღაცეებს. ანუ ეს რაღაცეები არის ანკეტები და მონაცემები, რას უსმენენ იქ. ამას იმიტომ ქვია საქართველოს. მე იმიტომ გავბედე და იმიტომ მაქვს ამის ამბიცია. ხმამაღლა ვთქვა რომ არის საქართველოს. მე იმას არ ვამბობ რომ კარგად ვაკეთებს და შენ ახლა გრემის ისტორია გეშლება შენ საკუთარი ნამოქმედარი ხუთიანზე შეაფასე მე როგორც მახსოვს ანონში ხუთიანი დაუწერე საკუთარ თავს რამაც გამაოცა და შეიძლება ითქვას აღმართოთ ანონში ხუთიანზე და გაკეთებული საქმე თუ არ იქნები ამბიცია ვერაფერს არა შეიძლება იყოს ამბიციები მე კეთილი ამბიციები მაქვს და ჩაძირეთ ეს შოუ-ბიზნესს და დედაუტირეთ და მე ხვალ ვეღარ მოხვალ და ვეღარავის ვერ გაპრესავ არა ბესო არ ჯობია გაგირბიან ხალხი ძმაო მომღერლები გაგირბიან და ჩვენ გაგვირბიან? რატო გაგვირბიან? კონკრეტულად მეგასთან დაკავშირების თუ მეგას რა შეეხება? ანუ ზოგადად ვიძახი გაგირბიან საქართველოს და მოკოდა ეს შოუ-ბიზნესი. მოდი დავსვამ შეხებას. რა გააცოცხლოთ რა ეს აღადგინოთ თუ ბესო არ ჯობია ამდენ არ ვეხებით. მართლა? მაია მიკროფონის გარეშე ვისაუბრებ. ბესო მე რა მაინტერესებს იცი საერთოდ წინა წელს ნომინაციაში იყო წარდგენილი თათია ჯაველიძე. თათია ჯაველიძე პიროვნება რომელიც საერთოდ არავინ არ იცოდა. ბიჭო შენ არავინ არ იცოდა. რაში მიეცი მე ვერ გავიგე. ვერ გაიგე რაში მივეცი წლის აღმოჩენ მე არ მიმიცია ხალხმა მიცა წლის აღმოჩენ. და რომელმა ხალხმა ბესო რომელმაც ანკეტა შემოხარდა თავი შეიწუხა და შევიდა საიტზე www.stage და შემოხარდა დააკლიკა იქ ერთი ტოჩკა აი ამ ხალხმა ბესო მე ხალხს ვეკითხებოდი იცი ვინ ხალხს ეკითხები შენ საგმოსაგმა კაცოს თვითონ ფილარმონიაში რა ფილარმონია რა ფილარმონია რა გინდა რის თქმა გინდა მე რომ მივეცი არ უნდა ხალხი და საზოგადოება ჩემი აღმოჩენა მაგ ადამიანმა და ხალხის აღმოჩენა გაამართლა ხალხის ნდობა სერიოზული სიმღერები გააკეთა სერიოზული პრომოუშენი გაიკეთა იქ სადაც არის შენ გაუკეთე ეს აუ მე რა პრომოუშენი ემირატებში გაუკეთე მე პრომოუშენი შემდეგი კითხვა ყველაფერი კიდე ბევრს გაუკეთე მე პრომოუშენს დარწმუნებული ხარ ქუჩის ბიჭებიდან დაწყებული დამთავრებული არათათია ჯაველიძეს ნებისმიერ სხვა ვიღაცა ესე იგი თავგამოდებით იცავ თათია ჯაველიძეს საოცარია ქუჩის ბიჭებიდან დაწყებული დამთავრებული არათათია ჯაველიძე შემდეგი კითხვა ყველას დავიცავ ვისაც მივეხმარები რაღაცა შესვი შენი ჩაით უყავა დამშვიდდი და შემდეგი კითხვა მე არ წარმოგდგენია საკუთარი თავი ამიტომ ვიტყვი ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები რამდენი ადამიანი მონაწილეობს ამ გამოკითხვაში მაინტერესებს იმიტომ რომ მე როგორც ვიცი არ არის შენი ჟურნალი მრავალტირაჟიანი ჩემი ჟურნალი დაშუაშია იმიტომ რომ ეს ხო ვრცელდება შენი ჟურნალის საშუალებით. ვინ გითხარ რომ მარტო მე წელან გარკვევით თქვენ და თუ არ მომისმინეთ თქვენ და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მარტო ჩემი ჟურნალის საშუალებით არ. მასმედია არის გაზეთი. რა რაოდენობის ადამიანი რა რაოდენობის აი ხა ციფრი არა მაქვს ეგრე დღეს არ მაქვს. რომ მოვა მე გასაკეთებ ხო მე ნუ მასწავლე მაგას რა. დაგპატიჟებ იგივე ყოველ როგორც წესა რამდენიმე მათგანი ხარ. მაია. ერთი წუთი რა. დაგპატიჟებ თქვი წელს და იქ უკვე რიცხვს გამოვაცხადებ ისე როგორც ჩარშანი იყო თქვა 20000 თუ ხარ არა მაქვს ზუსტად ციფრი 20000 იყო თუ 50000 თუ 100000 არ მაქვს მაგრამ კარგი აი მივყვეთ მეგა 2005 წინასწარი მონაცემები მე გავეცანი მას და აი ესეთი შედეგი მივიღე ნინი ბადურაშვილი 6 ჯერ არის მოხსენიებული თემო ხვიბლიანი 5 ჯერ და გიგა კვენეტაძე 8 ჯერ აი რანაირად ხდება ეს მაინტერესებს აბსოლუტურად ყველა ნომინაციაშია თითოეული დასახელება. ძალიან კარგი, ალბათ იმუშავა მაგ ხალხმა და ხალხმა დაინახა რომ იმუშავა და წაწება. არის მის და ეხა მიეცი. ამ ადამიანების გარდა კიდევ ბევრმა მომღერალმა იმუშავა, თანაც ძალიან წარმატებულად მინდა. აი მინდოდა ძალიან მენახა ამ სიაში, მაგალითად სტეფანე, კახუჩელა, თემურთათა, ირაკლი ჩარკვიანი მინდოდა. მენახა მინდოდა მამუკაონაშვილი, მინდოდა მენახა ნეკასების კვერაძე 33A ვერ ვნახე. ბალი, რატო გონია რომ ვერ ნახავ?
არა, ვერ ნახე მონაცემებში ვერ ნახე. წინასწარი მონაცემი. აბრევიატურას დააკვირი და მივხვდები რომ აი გიგა კვენეტაძე მე გიგას მიმართ მინდა პირდაპირ ეთერში განუცხადო არავითარი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გიგა კვენეტაძე არის 8-ჯერ მოხვედრილი. ყველა ნომინაციაში პრაქტიკულად. და კიდე ვერ გავიგე ბესო ერთი რამ. ესე იგი ნომინაცია წლის საუკეთესო ვოკალისტი მამაკაცი და წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი. აი რით განსხვავდება ერთი მეორისაგან? ორივეშია შესული პრაქტიკულად გიგა კვენეტაძე. აი გამისაჭრე ჩემი პირადი აზრი. ჩემი განათლება და ცოდნა ამას ვერ წუდება, ვერ მივხვდი და ძალიან გთხოვ ამიცნა. აი გაიმეორე კითხვა. აი ასეთი წლის საუკეთესო ვოკალისტი მამაკაცი. გიგა კვენეტაძე მეორე წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი. აი მე უვიცი ვარ. საუკეთესო მომღერალს გარდა იმისა, რომ კარგი ვოკალი უნდა ქონდეს პარალელურად, კარგი სიმღერებიც უნდა ქონდეს. და მომღერალი საუკეთესო ვოკალი. მარტო ვოკალი უნდა ქონდეს, ალბათ კარგი, თქვა იგიცი რა არის? ყველა კარგი ვოკალიც არ აქვს კარგი სიმღერები, ხო შეიძლება ითქვას. ამ სიმღერას მე გულისხმობ. მე კიდევ ერთი უცნაურობა არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ აი ვიტყვი, რომელიც კითხვისას აღმოვაჩინე. უცნობი საუკეთესო მომღერალი მამაკაცი. მე როგორც ვიცი, თავად უცნობი არ უწოდებს თავის თავს, მაინც და მაინც მომღერალს. შენ, ესე იგი, გიგა კვენეტაძის შემდეგ მეორე ადგილზე უცნობი გაქვს დასახელებული. კი, მოთან მე პრობლემა არ მაქვს წინასწარი მონაცემის ანკეტა შეავსე და შეცვალე. არანაირი. გასაგებია, პასუხი მივიღეთ. შემდეგ შეკითხვა მეც ვერ მოვასწარი მისალმება ნათი ედგებუაძე გაზეთი ახალი ვერსია. ბესო, რა მაინტერესებს, აი შენს გარდა ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტი თუ გაქვთ ამ მეგაში, ვინც ამას უყურებს, თვალსადევნებს, ახარისხებს ამ თუნდაც ხალხის არჩევანს, ხო ყველაფერი ხო არ შეიძლება ეს მიაწოდოს. შენ ამისთვის უბრალოდ გჭირდება ტელევიზორის ცქერანათია. მე ძალიან კარგად უყურებ ტელევიზორსაც, ინტერნეტსაც, პრესასაც ვკითხულობ, ასე რომ ძალიან თქო კითხვაზე მეპასუხე და შეურაცხყოფაზე ნუ გადახარ. რაში შეურაცხყოფ? გჭირდება ტელევიზორის ცქერა, მაშინ ძალიან კარგი. მაშინ როცა იმდინარეობს ეთერში ამის თოლა. ეთერში. რომელი ტელევიზიის ეთერი? ყველა საინფორმაციო გადაცემაში ხდება ხოლმე. მე არც ერთხელ არ ვიცი ხა შენ მაესტროს უყურებ ხო იმედია ინფორმატორს უყურებ იმედია უყურებ კიდე არ დავასახელებ ხო უყურებ ტელეკომპანია უბრალოდ უცქირე არ იქ რომელიმე ტელევიზია რომელთან თანამშრომლობ ჩვენ ვერ შოუ უცქირე უბრალოდ გადაცემას რომ უახლოვდეს მეგას თარიღი დაინიშნება აუცილებლად იმედია დაინიშნება ალბათ თბილისში და უცქირეთ ამას და თქვენ ნახავთ იქ როგორ რა პროგრამაში ითვლება ეს ყველაფერი ძალიან მარტივია რა არ არის ძანძნელი მის დათვალა ანუ გაშუქდება. ბესო მე მაინტერესებს. გაშუქებულა და გაშუქდება. აი ეს ამ დღეების დაარსება, ამ დაჯილდოების, რაღაც თვით დამკვიდრების ცდელობა ხო არ არის? რაღაც აი სულ ფიქრობ, რა საჭირო იყო ეს? ოღონდ რა სიმჭიდე, რა თვით დამკვიდრებს? არა, არ ვიცით, ბესო. ამდენი დღის დაარსება, რა საჭირო? მე მაგრამ მიყვარდა ჩემი ცოლი რო არ იყო, მაგრამ მაწყენინე ერთ დღეს როგორც ჩაულებაში, მაგრამ დავპირდი, ესეთ რაღაცას გავაკეთე, თელი საქართველოს აპდეიტ და გავაკეთე. კარგი. კიდევ ერთი შეკითხვა და მე მოვჩები. გაწყვეტინებ გადაცემაში რეკლამის დროა დაბრუნდებით რამდენიმე წუთში. ფაშასე ჩვენ დაბრუნდით ეთერში თოქ-შოუ პრესი ჩვენი დღევანდელი თემაა მუსიკალური ფესტივალები და დაჯილდოების ცერემონიალები და დადგა დრო იმისა რომ სტუდიაში მოვიწვიოთ ჩვენი მეორე სტუმარი ეს გახლავთ კინოსა და მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა სვანაძე თუმცა სანამ ის შემოგვიერთდებოდეს ნახოთ მორიგი სიუჟეტი სადაც ჩვენ გავიგებთ ჩვენი თავარი შოუ ბიზნესის გმირების ანუ მომღერლების მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით რასაც დღეს საუბრობთ პრესის ეთერში ხალიჩაზე ფეხის დადგმა. მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ის სავსებით არარესპექტაბელურ სამამულო შოუ ბიზნეს ანტურაჟს, ქართული მენტალიტეტის გათვალისწინებით მაინც საამაყო. უფრო მარტივად კი მაინც სამარიაჟო მოვლენაა. და რატომაც არა. ხომ უნდა არსებობდეს ქართულ შოუ ბიზნესში მოღვაწეთა შეფასება დაფასებისთვის განკუთვნილი თუნდაც ერთი საღამო. დღე, ღონისძიება, მოკლედ ცერემონიალი. სრულიადაც არაცინიკური განმარტებებით დაჯილდოების ცერემონიალი პომპეზურ გარემოს თუ არა საზეიმო განწყობას მაინც გულისხმობს. კიდევ სასიამოვნო მოულოდნელობას და კიდევ და რაც მთავარია, ისეთ ჟიურის და ორგანიზატორებს, რომელთა კომპეტენტურობაში ეჭვი არავის ეპარება. რას ფიქრობენ ყველაფერ ამაზე თავად საფესტივალო სერიალების მთავარი გმირები. ფესტივალებითა და დაჯილდოების ცერემონიალებით სამწუხაროდ ვერ განებივრებული ქართველი მომღერლები. აი ხშირად მე რაც უყურებს ვარიანტებს ამ ფესტივალების. არის უბრალოდ ტაშპანდური და პატარა მაყუთის გაჭრა.
ეს სხვა თემა, ეს სხვა ფესტივალია. მე როგორიც გონია რომ უნდა იყოს ის სხვა ფესტივალია რა. ფულის კარგია, ცუდი კი არა. ისიც კარგია, ესეც კაია. მაგრამ ნუ სხვადასხვა ისა აქვს რა. იმას თავის ფუნქცია, გამოს თავის. არ მიმიღია მონაწილეობა იმ ფესტივალებში და კონკურსებში არა, დაჯილდოებებში, რომელიც ჩვენთან გამართულა. მე იმასაც ვიტყოდი, რომ ნომინაციების სახელწოდება ისეთი, რომ რა ვიცი, არსად არ გამიგია არც ერთ ქვეყანაში, რომ ესეთი მსგავსი ნომინაციები არსებობდეს. სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ფესტივალი ტარდება საქართველოში და რაც ტარდება, ერთ-ერთი ფესტივალი ვიცი არტგენი. მეტი არ მახსოვს. მართლა არ არის ადვილი ფესტივალის ორგანიზება, თუ მას სრული დატვირთვით დღესასწაული ქვია და თუ ეს არის ბოდიში და ხალტურა რაღაცა ჭყალებში ისეთი რამე რომელიც ფესტივალს უკან ამოფარებული აქვს კორუფციის ბუდე ანუ ხშირად ხდებოდა ესეთებიც მოვალეობის მოხდის მიზნით ძალიან ბევრი ფესტივალი ჩატარებულა ფესტივალი რომელსაც შენ აღებულობ მონაწილეობას უნდა შინაგანად გაკმაყოფილებდეს უნდა გიხაროდეს იქ წასვლა და შენთვის ეს უნდა იყოს ზეიმი მარტო შენთვის არა შენი ხალხისთვის შენი თაყვანისმცემლებისთვის რომლებიც ცხოვრობენ შენივე ქვეყანაში ან სხვა ქვეყანაში და ჩვენთან სამწუხაროდ ესეთი ფესტივალები არ იმართება. ძალიან მომწონს საერთოდ, როდესაც ადამიანი შრომობს და მერე გიფასდება ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ რა ღონისძიებებიც ჩატარებულა, ანუ დაჯილდოება და ფესტივალის შემდეგ არც ერთი არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით. ხა იმედია რომ არ მიწყეს მათი ორგანიზატორები. თუმცა იდეა ძალიან კარგია და შეიძლება რომ დაიხვეწოს და უკეთესი ჩემი აზრით, ესე იგი მეგას დაჯილდოების ცერემონიალი ну, უნდა არსებობდეს რაღაც ალტერნატივები, მაგრამ არ არის იმ დონის, რასაც თქვათ, რაც მე ვთქვი წინა ჩემს საუბარში, რომ არ არის იმ დონის, თქვათ, რომელიც შეეფერება ქართულ კულტურას უფრო მაღალი დონის უნდა იყოს. ეხლა მე არ ვიძახი, რომ თქვათ, გაუქმდეს ან აღარ იყოს ეს მისი ორგანიზატორების გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის ის დონე, რომელიც შეეფერება ქართულ კულტურას. ბაშასა ჩვენ დავბრუნდით და დადგა დრო იმისა წარმოგიდგენთ ჩვენი მეორე სტუმარი ეს გახლავთ კინოსა და მუსიკის ფესტივალის ორგანიზატორი ზაზა სვანაძე საღამომშვიდობისა და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მადლობა თქვენ რომ მომწვიეთ გადაცემაში. არაფრის ჩემკარგო. დაიწყო ესე იგი პრესის მეორე სერია, თუმცა სანამ საუბარს გავაგრძელებდეთ, ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ მოკლედ გავეცნობით ზაზა სვანაძეს პრესის რუბრიკაში დოსი. ზაზა სვანაძე დაიბადა 1982 წლის 28 ივლისს. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ტელეკინოსარეჟისორო ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს გადაღებული აქვს 8 ვიდეოფილმი. 2001 წლის მაისში სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ობენჰაუზერის ფესტივალზე. 2003 წელს მიწვეული იყო აუგსბურგის კინოფორუმზე. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მისი თაოსნობით მოეწყო როკ ფესტივალი მეტალურგი 2000. აქვს პრომოუტერად მუშაობის გამოცდილება. კლუბ 16 რაუნდში მისი ორგანიზებით ტარდებოდა სხვადასხვა კონცერტები. ბოლო 2 წელია აქტიურადაა ჩართული შიდსის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში. ამ თემას ეძღვნებოდა მისი სადიპლომო ნამუშევარიც. ერთ მშვენიერ დღეს გაუჩნდა იდეა მოეწყო ფესტივალი და ასე დაიბადა მუსიკისა და კინოს ფესტივალი, რომელიც პირველად ჩატარდა გასული წლის 10 დეკემბერს. ახლა კი შეგიძლიათ კითხვები დავუსვათ ჩემკარგებო ზაზა სვანაძეს, მაშასე ზაზა სვანაძე ჟურნალისტების პირისპირ და დავიწყოთ. პირველ შეკითხვას ვინი დასვამს? საღამომშვიდობისა, ბეზო საღამომშვიდობისა ზაზა, მოგესალმებით, ვინი ტელეკომპანიებზე ანონსები. მე მაქვს ორი პატარა კითხვა და ორივე შეეხება ნომინაციებს ჟენს ფესტივალზე. პირველი ნომინაცია არის წლის შემოქმედებითი პროექტი. 4 გოგო. გაიმარჯვეს. მაინტერესებს ახლა ბესოს თავისი სპეციფიკა აქვს მონაცემების შეგროვების. თქვენთან როგორ ხდება და როგორ მოხდა რომ წლის შემოქმედებითი პროექტი გახდა 4 გოგო. ნუ თუ სხვა პროექტი შემოქმედებითი ამ წელს ჩვენთან არ ყოფილა. პროექტი რომელიც გაჩენისთანავე დაიშალა და სხვადასხვა ქვეყნებისკენ წავიდა.
ანუ პირველი შეკითხვა 4 გოგოსთან დაკავშირებით. კი ბატონო, გიპასუხებთ. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჟიური წყვეტა ამას, ვინდა მე არ გადამიწყვეტია ნამდვილად, ნუ ჩათვალა ჟიურმა საჭირო და კი ბატონო, გადავეცით ჩვენ პრიზი. აი, შემოქმედებით პროექტს. მე როგორც მახსოვს, ჟიურში საკმაოდ კომპეტენტური ხალხი იჯდა. მე ბატონო თარტატიშვილთან რომ ვიყავით პრესში, მახსოვს ჩამოთვალა ჟიურის წევრები ნაწილობრივ. და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება 4 გოგო იყო წარმატებული პროექტი. მაშინ უნდა გადახალისდეს ცოტა კომპეტენციის ფარგლები ჩვენს შოუ ბიზნესში, არავის ეწინოს, მაგრამ კი ბატონო, გიპასუხებ დაამთავრე. ესეა, იცი, წარმატებული პროექტი შეიძლება, წარმატებული პროექტი არის 4 გია. ზაზა. 4 გიაც ხო, წარმატებული პროექტია. მაგრამ 4 გოგო არ არის წარმატებული. 4-ზე გაგახსენე. 4-ზე გამახსენდა. ფესტივალს ჰქონდა ფორმატი, რაც სხვათა შორის ეთყობა წამყვანს დაავიწყდა თუ არ გამეორდა ღონისძიების დროს, მოხდა ისე რომ 17-დან 30 წლამდე ასაკის შემსრულებლები ჩვენი ესტრადის გამონაკლისი იყო 3 ნომინაცია, ანუ კომპოზიტორი, იმიტომ რომ ეს ჩემი საზრით, ჩემი პირადი სურვილიც იყო და რამოდენიმე ვინც ამას ჩვენ ვაკეთებდით, რომ ყოფილიყო გამოცდილება ჩემი საზრით, მოდის კომპოზიტორის, კინორეჟისორის, ეს ისეთი სპეციალობებია, რომელიც 30 წლამდე ნაკლებად იშვიათად ხდება, თუ გენიოსი არ აქვს და გამონაკლისი არ არის, ამ იგივე პროდიუსერი ვინ იყო, წლის პროდიუსერი ბატონი მამუკა ღლონტი. წლის აღმოჩენა შეიძლება იყოს 17-მდე, შეიძლება 10, 12, 13 წლის, ანუ მესამე გამონაკლისიც და იყო წლის კომპოზიტორი. გასაგებია. ჯეოსტარი არის მეგას პროექტებში, წლის პროექტებში ისე რა? ჩამოწებას. გადავცემ. ხო, პასუხი ამწურავი იყო თუ შეგვიძლია ის საკმაოდ თუ დაეჭვდიან ჩემი კოლეგები ალბათ გაგცემენ. გასაგებია შემდეგი კითხვა. და მეორე პატარა კითხვა და მეორე ნომინაცია. ჩემი სუბიექტური აზრი ნაკლებად საინტერესოა, მე პირადად მივიჩნევ ამ პროექტს. მეორე ნომინაცია უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, როცა წავიკითხე. წლის ინტელექტუალური მომღერალი. და ჩემ ძალიან ახლობელი ადამიანი მიყვარს ძალიან ეს პიროვნება, ია ჩანტლაძე მაიო. არავის არ ეპარება ეჭვიას არც ინტელექტუალური მონაწილეებში და არც მის ნიჩში როგორც მომღერლის, მაგრამ აი ეს ინტელექტუალური მომღერალი რითი განისაზღვრა რა? თუ ჩავთვლით რომ სიმღერით მე მგონი ის სიმღერა რომელმაც ხელახლა მოუტანა იას პოპულარობა არაფერ არ გამოირჩეოდა ტექსტი ინტელექტუალობით, იმიტომ იქაც წვიმა იყო, არ ვიცი თან მოდი შეკითხები, ჟიური შეკითხები გადავდოთ, მე მირჩევნია პირადად ჩემსკენ იყოს შეკითხები. ანუ ესეც ინტელექტუალური მომღერალი ჟიურმა შეარჩია ეს. კი ბატონო. რაზე ხარ პასუხისმგებელი მაშინ ზაზა, აქ რატომ მოხვედი? თუ კი პასუხის გაცემა შეგიძლია. მინდა რომ ჟიურის წევრების ნომინაციებს ჟიურის წევრები ადგენდნენ თვითონ თუ ეს ორგანიზატორი მასში ადგენს. ჩვენთან შეთანხმებით, ჩვენ უთანხმდებოდით ჟიურის, ჟიური გვითანხმებოდა ჩვენ და ხო მიეცით რაღაც რეზოლუცია კი არა ინტელექტუალურ მომღერალზე არ მეგიცია კი შენ თვითონ კარგია რომ არ მეგიცია იმიტომ რომ ხო არა საერთოდ ძალიან მაშინ იყოს არგუმენტირებული თუ მე ხდება შეკითხვა რის მიხედვით შეირჩა საერთოდ თუ ხარ შენ ამ საქმეში ჩახედული რის მიხედვით შეირჩა ეს ყველაზე ინტელექტუალური ჟიურმა გადაწყვიტა და ნომინაციაც დააწესა თავად ჟიური. მე მართლა არ დამიწესებია და თავს არ მივახლებია. ერთი პრესი იქნება ჟიურის წევრები აუცილებლად მე ვფიქრობ საინტერესო იქნება. მოვითხო კი აშკარად, იმიტომ მაინტერესებს ინტელექტუალური მომღერალი საქართველოში. შეიძლება არსებობდა რაღაც ბლანკები, შეკითხვებით და ქალბატონი ეკა კვალიაშვილი არ ამგონია რომ ჩვენზე მეტად კომპეტენტური არ იყოს ამ საქმეში. თვითონ ნომინაცია უცნაური რა? უცნაური ნომინაცია. რით შეიძლება დააკავშირო შოუ ბიზნესთან ყველაზე ასე უცნაური ნომინაციები გვაქვს იგივე საქართველოში, იგივე ბესოსთანაც შეიძლება. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უცნაური ცუდია. ვინი მე არ მგონია რომ უცნაური ნიშნავს ცუდს, ანუ სინონიმია. ხომართალია. ცუდი არ არის, ცუდი უბრალოდ ის არის, რომ ვერ მარტავთ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ვერავინ ვერ გადაგა. მე მუსიკაცოდნე არ ვარ, ნუ მეკითხები, ხო მე არ ვიცი და ვერ ვერკვევი, უბრალოდ ვერ გიპასუხებ. სწორედ მაგაშია საქმე, რომ მუსიკაცოდნე ყველაზე ინტელექტუალური მომღერლის გამო ეს არ ჭირდებოდა. კარგი, შემდეგი კითხვა და გიგა, კი ბატონო. ერთი შეკითხვა მაქვს. კი ბატონო, გიგა. მე კი გიგა რადიო ფორტუნა პლუსი მუსიკალური წამყვანი გიგა კიდევ ერთხელ გამეორდები. და მე ძალიან მაინტერესებს საერთოდ ამ ფესტივალის ჩატარება. თქვენ საერთოდ გქონდათ თუ არა ლიცენზია, რომ ჩაგეტარებინათ ეს ფესტივალი? და აბა რატომ ჩაატარეთ? გეტყვით, ამას ჩვენ დავარეგისტრირებთ ზუსტად ერთ თვეში, ანუ დარეგისტრირდება იდეა და ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს ჩვენ ამას მივცემთ ფორმალურ სახეს და გახდება უკვე ლეგალიზებული უკაცრავად ფესტივალი.
და ანუ შეიძლება რომ აი მე მაგალითად მოვინდომო და ჩავატარო რაიმე ფესტივალი, ისე რომ ლიცენზია არ მოვცე და თუ ამის დონორი ორგანიზაციები გამოჩნდება, ალბათ შეიძლება. მე უბრალოდ ერთს დავამატებ, თუ შეიძლება თქვენის ნებართვით გადაცემაში მე გამოვხატე მოსვლის სურვილი და გამომდინარე იმიდან, რომ მე ხმამაღლა ვიტყვი ხალხმა, რომ ზაზა სვანაძეს არასდროს არც ერთი პოლიტიკური პარტიის დროშები არსად არ უფრიალებია, უკაცრავად ამ ძალიან ისე პროვინციული არტიკულაციისთვის და არსად მე კოჭი არ გამიგორებია არც ერთი პარტიისთვის. მე ამით ამაყი ვარ, მე არ მეშინია და ვერავინ ვერ დამაბრალებს იმას, რომ მე მომღერლის კონცერტში ჩასმით ვაკეთებ ფულს. მე რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას უკეთებ რეკლამას და ამის და გამო. მე ამით მართლა ამაყი ვარ და მე არ ნერვიულობ, მე შემიძლია ნებისმიერ ხო მარტივად, იმიტომ რომ ამას აძლევენ იმათ, ვინ ხარ, ანუ არა პიროვნულად, არამედ როგორც შემოქმედი და პროფესიონალი. ან შეგულისხმობ, რომ დონორი კომპანიების დონორ კომპანიებს უნდა მისცე მასალა, რომ აი მე რომ კონცერტის ორგანიზატორი. კი ბატონო, ჩვენ შევდიოდით, ჩემს გარდა იყო ამ ფესტივალის თანაორგანიზატორები 5 ადამიანი. ჩვენ შევდიოდით სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგრამ არა პოლიტიკურში, შევდიოდით საქმიან პაკეტს წარვადგენდით, უარის შემთხვევაში კი ბატონო უკაცრავად გამოვდიოდით. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ვისაც სურვილი ქონდა, დაგვეხმარა მამუკა ხარაძეზე. შენ თუ გაქვს ბატონ მამუკას უკაცრავად. გიგა, არსებობა არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ლუკა, ბოდის ვიხდი, თუ შეიძლება მადლობა მინდა მოუხადო ბატონ რეზო ჩხეიძეს, კინოსტუდია ქართული ფილმი, რომელმაც ასე ვთქვათ ზურგი გაგვიმაგრა ჩვენ და მარიკა კაცარავა. გასაგებია. ჩვენი ახალი ჟურნალისტები არიან, რომელსაც საღამოშედობისა ბექა ელბაქიძე რადიო საქართველოს ხმა. მე მაინტერესებს პირველ ყოვლისა თქვენ დააკონკრეტეთ, რომ ნომინაციებს არ უთანხმებდით თქვენ ჟიურის. იყავით ამ ფესტივალის ორგანიზატორი. შევთავაზე ჩვენ რამოდენიმე ჩვენი ვერსია, ანუ მე არ მინდოდა ყოფილიყო სექსუალური მომღერალი ქალი, წლის სექსუალურად გადახრილი მომღერალი კაცი. მე მინდოდა ყოფილიყო მუსიკალური ნომინაციები. არა, ეს მაშინ მაგალითს მოგიყვანთ. თუ შეიძლება. მაშინ მაგალითს მოგიყვანთ. წლის გემოვნებიანი მომღერალი მამაკაცი. კი ბატონო, გემოვნება ძალიან ზოგადი, ამაზე ამბობენ რომ არ დაობენ, თითქოს ზოგი დაობს, ძალიან ზოგადი ცნება და ნუ ალბათ გემოვნების კრიტერიუმებიც არსებობს. ხო, ბექა, არ მეთანხმები რომ არსებობს გემოვნების. არა, რა თქმა უნდა, სწორედ რომ გემოვნებაზე დაობენ, გეთანხმები მაგაში. კი, დაობენ ხშირად თან. და შეკითხვა პასუხი გაინტერესებდა ჩემგან, ხო, კონკრეტული ალბათ. პასუხი კონკრეტული. ანუ შენ არ თანხმდებოდი ნომინაციებზე ჟიურისთან? 6 ნომინაციაზე შევთანხმდი. მე მგონი აზრი არ აქვს ნომინაციების ჩამოთვლას, ვინ ესე რა ნომინაცია შეიძლებოდა რომ ფესტივალში ყოფილიყო. ანუ პრინციპში ქონდა უფლება იმის, რომ შეთანხმებოდი ჟიურის. ხო, მე მქონდა უფრო მეტის უფლებაც და ამის მოწმე დაახლოებით 20-მდე ადამიანია, როდესაც ჟიური ღებულობდა გადაწყვეტილებას, მე არჩეულ ვარ და არ თხოვე ჟიურის წევრებს, რომ იცით რა, მოდი ეს ჩემი მეგობარია, ნუ რამოდენიმესთან მეგობრობ, მაგ ნორმალური ურთიერთობა და მე ვერ გავაკეთებდი იმას, რომ იცით რა, ეს ჩემი მეგობარია და მოდი რა შეღავათი გავაკეთოთ. და თქვენ არ ფიქრობდით, რომ თქვენი როგორც ორგანიზატორის სახელზე იმოქმედებდა ჟიურის გადაწყვეტილება? თქვენ ბოლომდე ენდეთ ანუ ჟიურის? მე სხვათა შორის კინო მხარეს უფრო კურირებდი, იმიტომ რომ დავამთავრე მე სარეჟისორო 2004 წლის ოქტომბერში და უფრო ბავშვად ახლოს ვიყავი ამასთან, ვიდრე მუსიკალური გადაწყვეტილებების თვალსაზრისით. გასაგებია. ლიზა. ლიზა ინტერნეტ რადიო სანეტი მაგესამებით ყველას და იცით რა არის ეს ანდაზა გამახსენდა რომ ლიზა უკაცრავად გაწყვეტინებს სხვათა შორის ცხოვრებაში უფრო ლამაზი ხართ ვიდრე არატელეგენიური ხართ, ანუ მინდა გითხრათ ცხოვრებაში ბევრად ლამაზად გავა. კომპლიმენტები სანამ დასვამს კითხვას თორე ეხლა ნახე. გამახსენდა ანდაზა, რომ უძაღლო ქვეყანაშიო კატას აყეფინებენ. დღეს აქტუალურია. ხო, ნამდვილად აქტუალურია. აი ნამდვილად მჯერა ზაზა, რომ თქვენს უკან არც ერთი პარტია არ დგას, ის ალბათ ინფორმაცია გექნებოდა, ხო, რომ ყოფილიყო. არანდომალური პოლიტიკური პარტია უნდა ყოფილიყო, რომ თქვენ სახელმწიფო არც ჰონორარს არ ვიღებ მომღერალი, რომ კონცერტში ჩავსვა და ასე შემდეგ. არც ერთი საქართველოში ყოფილი პარტია არ გააკეთებდა, შესავალს ვაკეთებ, ლუკა მომეცი ამის უფლება. რა თქმა უნდა, მჯერა, რომ თქვენ აკეთებთ ამას მხოლოდ საკუთარი თავის პრომოუშენისთვის. იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა თქვენთვის ძალიან დიდი პრომოუშენია, დღეს თქვენ პრესპრეში ხართ, ვინ იცნობდა ზაზა სვანაძის არავინ, არც ჩვენ ჟურნალისტები და არც საზოგადოება, დღეს ის პრესპრეში და მას ტელევიზიით აჩვენებენ და ალბათ გადაურეკეთ ნათესავებს, უთხარით რომ ჩართეთ ეს მე ვიქნები. და რაღაცას უკვე წარმოადგენთ, იმიტომ რომ ხართ გადაცემაში. კი ბატონო, კი პასუხებ. და მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ
უკაცრავად ბესოც და ზაზაც საკუთარ ჭიას ახარებთ. იმიტომ რომ არც სახელმწიფომ არ უნდა ჩაატაროს ეს დაჯილდოებები. არავითარ შემთხვევაში, რატომ? უნდა ჩაატაროს არ ვიცი, ან რადიო სადგურმა, ან ტელევიზიამ, ან საბჭომ შემოქმედი, როგორც ეს არის მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული, რომ ეს იყოს ობიექტური. ბესო, აი მე გეტყვი შენ, შენი ჟურნალის ტირაჟი არის 2000, ნუ ალბათ საუკეთესო პერიოდში 2000, ხო, მკითხველი ყავს. მე ის ჰიპოთეტური ელექტორატი, რომელიც შენ გყავს, ხო, ესე ვთქვათ, ელექტორატი. ლიზა, შეკითხვა დამავიწყდა უკვე იმდენი. მე ჯერ კითხვა არ დამისვია, მე ფაქტობრივად ბესოზე გადავდივარ, ჯერ კიდევ შესავალია. შეკითხვა. ჟურნალი ახლა. ანუ ის ჰიპოთეტური ადამიანები, რომლებიც თურმე ავსებენ ანკეტებს და ინტერნეტში აწკაპურებენ ქუთაისიდანაც გვირეკავენ ხოლმე რადიოში და ბათუმიდანაც და განგებ ვემზადებოდი გადაცემისთვის და რომ როგორ ფორმა პლუსმა გააკეთე სული ხო და ვერ ვიპოვეთ ეს. ვიკითხე და არავის არც გაუგიებს გავსირავ და არც მე მინახია ბესო შეზგვედით ის ხალხი ვინც არის აი წარმომადგენელი. არა, მე ვამბობ აი ეს ბათუმის გაზეთი თუ რაღაცა რო ახსენე. აი, ნუ არ ვიცი, მე არ მინახია. ანუ მე არ შემიძლია, ყოველად დაუშვებელია, როდესაც ესეთი მცირე ტირაჟის და ნაკლებად პოპულარული ჟურნალს კონდეს იმის პრეტენზია, რომ გააკეთოს ეროვნული მუსიკალური დაჯილდოება. ჩვენ ჯერჯერობით საქართველოში არა გვაქვს ეროვნული დაჯილდოება. საერთოდ არ არის. არის წელიწადში რამდენიმეჯერ ატარებს იქ რაღაც სტუდენტური პაემანიო, იქ ცაიაყიფიანი ატარებს რაღაცას, ვიღაცას აკეთებს, მაგრამ არც ერთი სრულყოფილი და ნორმალური. პერიოდული არ არის. არა გვაქვს. არ პერიოდულობაზე არ არის საუბარი, ბესო. ესო უკაცრავად პასუხი მინდა რომ გავცეთ თუ შეიძლება ლიზი პასუხი. ჯერ კითხვა არ დაუსვამს მე მგონი ლიზას და ბესო. არა, უბრალოდ მე ვაფიქსირებ, რომ ალბათ უნდა გაითვალისწინოს ეს იგივე ტელევიზიამ წააყვანა რადიო სადგურებმა და გააკეთონ მართლაც და ღირსეული. არა, არ არის საჭირო ამისთვის ზურაბ ჭიაბერაშვილი არანაირად არც მიხეილ სააკაშვილი. შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ მართლაც და გლობალური გამოკითხვა და დაჯილდოება, როგორც ეს კეთდება რუსეთში და ევროპაში და ამერიკაში და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ჯერჯერობით არა გვაქვს. აი გვაქვს, რაც გვაქვს, იმას დღეს ამაზე დღეს ვსაუბრობთ. ამის შესახებ წეღან ბუთხარი, ნუ მცირე ლიზა, მე ტირაჟი. რა თქმა უნდა. გიპასუხოთ. მე გიპასუხოთ რომ მარტო ვასწავლე. მე უკაცრავად რა. გიპასუხოთ, არ დაუსვამს შეკითხვა ადამიანს. არა, რაღაცის კარგი ბატონო, გისმენთ. მე მინდა გიპასუხო რომ ზუსტად 2 წლის წინ, როდესაც ევრიკაზე გასვლა იყო სირცხვილი, ფანდურებით იჯდა და ეროვნული საკრავებით ხალხი, მე 2 წელი აი ამ სტუდიაში სხვა წამყვანის და სხვა დეკორაციის ფონზე მიმყავდა კინო გადაცემა გამარჯობა. არცად საქართველოში მსგავსი ფორმატის გადაცემა, რაც დღეს ხდება ეს SMS ფესტივალები, მზეზე ხო აკეთებენ, ვინი მზეზე მუშაობს, იცის. ამას მე ვაკეთებდი 2 წლის წინ, შეგიძლიათ დაწყნარდე მე ნათესავებთან. არ დამირეკავს ნამდვილად. და არც ჯერა თქვენ თუ ხო აი ბესოც იყო 2 წლის წინ, არა, მე ამ სტუდიაში ზუსტად შეიცვალა. პიროვნებაზე გაქვს გართულება, ზაზა. არა, შენ თქვი რომ მე დავრეკე ნათესავებთან და შენ არ გითქვია ახლა არაფერი კომენტარი, შენ თქვი შეს პირად აი შეს შეგიძლიათ დაწყნარდე მე არავისთვის არ გადავერეკავს 2 წელი მე ვიჯექი ამ სტუდიაში და შენ თუ არ მიცნობთ თქვენ უკაცრავად თუ არ მიცნობთ, არ ნიშნავს რომ მე საზოგადოება არ მიცნობს. ხო, ახლა ბესოს მინდა ვკითხო, იმიტომ რომ ბესოს ისეთი ნერვების ხარჯზე ყოველ წელს მე ვიცი, ნუ აი თან სულ უარყოფითი კრიტიკა, რაღაც ეს რეცენზიები მართლაც და დღეში გაყვანა და ასე შემდეგ. აი ნამდვილად არ გიღირს რა. მამა ხარ, ყავს ძალიან კარგი ოჯახი და მე მგონი არ გიღირს რა, რომ შენ მით უმეტეს რომ არც მადლიერი მომღერალი ყავს არც ერთი, როგორც ხედავ. როგორც ხედავ შენ ნინო ქათამაძეს არც გავახსენდი? არც გაახსენდი, ხო ხედავ, არგენი გაახსენდა, შენ არ გაახსენდი. ალბათ ეს იმის ბრალიც არის, მე ერთი კითხვა მინდა ამ ცოტა არ იყოს უაზრო ნომინაციებზე ძალიან ბევრია საუბარი, მაგრამ უბრალოდ რახან მეგაზია საუბარი, მინდა ჩამოვთვალო, ყველაზე ლამაზი მომღერალი საუკეთესოდ, ნუ ხო ქონდა, საუკეთესოდ ჩაცმული, სექსუალური საუკეთესო სულელური ნომინაციები თქვენი კრიტიკის და ანუ შენ აკეთებდი სულელურ დაჯილდოებას. აუ ლიზა, რას ვაკეთებდი ახლა, რომ შენ კრიტიკას გამოხატავ, აფიქსირებ ას, შენ არა კონკრეტულად ლიზაზე ვიღაცები, ჟურნალისტები გამოხატ, შენ გასაუთო, შემდეგ შენ ცერემონიაზე დროშა გაუთოვდება. ანუ როგორ მივაიცი? ეს სულელური ნომინაციები აღარ ამბობს. ანუ შენ აკეთებდი სულელურ და რატო გინდა შენ დაგვაჯერო? ნომინაციები შენ ახლა ფარდობითია, ახლა შენ აინსტაინს მოშედრებ, მოდი. ფარდობითია ყველაფერი და ჩვენ შენ თვლი ფარდობით და ჩვენ თვლი რომ ეს იყო სულელური ჩვენ გავითვალისწინეთ რომ შენ ალბათ
ართ ასიძახი და არ მოგეცით სალაპარაკო. მხოლოდ ამიტომ გაქვთ თქვენ სალაპარაკო გასაუთებელი დროშები და მეტი არ. როგორ არა ერთი რაღაცა მაიამ რა, გასარიცხი ხალიჩა? აბა რა, ტუჭიანი მანქანა. ეთყობა შენ სტატია კარგად არ გახსოვს რა გასაუთებელი დროშები უბრალოდ სათაურში იყო და ეთყობა მარტო სათაურში. იმიტომ რომ მეტი ვერაფერი გამოიტანა სათაურად. როგორ გეკადრება ძალიან სამარცხვინო იყო საქართველოს დროშები გასაუთებელი ეკიდა ფილარმონიაში. არ მივიტანა. მაგით და უამრავი სამარცხვინო. სირცხვილი ეხა ხალხს ველაპარაკები გასაუთებელ დროშებზე მეგასპორტ. ესო, მომისმინე სათაური იყო ესეთი. სამარცხვინო ფესტივალი გაყიდული პრიზებით მორჩა და გათავდა. ამით დაცვა გამოტანილი თავშენ ფესტივალზე. და კარგია, ერთადერთი რაღაც, კარგია, რომ აკეთებ ეს რაღაც ითვალისწინებ რაღაცას. კარგია, დროშებს თუ გააუთავ და ასე შემდეგ. რა მოვიღეთ სულალური ნომინაციები? არა, მე მინდა უბრალოდ რომ ორგანიზატორმა აგოს პასუხი ვაგებ შენ დალოცი იმიტომ რომ ღონისძიებაზე, რომელსაც ის აკეთებს და დღეს მაშინ უღარ ამბობს რომ ეს იყო სულელური ნომინაციები. ბესო, ეს არის საკუთარი. ეხა შენ რა გინდა ცხოვრებაში ეხა 100 წელი ჩემთან ანუ ეს იყო შეცდომები, რომლებსაც შენ შეცდომები იყო? აბა რა? კი, ერთი წუთი რა, სისულელსა და შეცდომაში ძალიან დიდი სხვაობა შუა უძის. ხო, ეს კიდე უარესია მე. რა, შუა დიდი ზღვარი უძის და ერთ რაღაცას გეუბნები. როცა ვითარდები ადამიანი ვიღაცის კრიტიკის, მე შენ ბევრისგან განსხვავებით შეიძლება თქვენ ბევრისგან განსხვავებით, მაქვს მოსმენის კულტურა. ეს ერთი. და ვთვლი რომ შენ რაღაცას მეუბნე, იმაზე ღირს დაფიქრება. იმიტომ რომ შენ ვთვლი რომ გინდა კარგი იყოს, შენ პირადად გინდა რომ რაღაცა კარგი არსებობს, მართლა გინდა რა. შენ არ გინდა რომ წერო ჩოურნი ბუმერზე და სირიოგაზე და გინდა წერო სეფაშვილზე. აი აღარა გაქვს ინფორმაციები, ლიზა ორ-ორ ინფორმაციას ვიღებ. სეფაშვილზეც აღარ მინდა ახალზე ვიღაცაზე. შენ ამახალზე ერთში და დაასდევ და იყიდეო და აი ეს მიეცი ახალ გზა გასაქანი რა ვის და ხატია ელის ბარაშვილის, ვის და სალომე წვერაიძეს, ვის და თათია ჯაველიძეს, ვის და მარი აბდუშელაშვილს, აი ამათ მიეცით გასა, რატო აჭერთ წინს? ბესო, მე მგონი ყველა აქ ვჯდომ ჟურნალისტს და იმ ადამიანებსაც, ვინც შეიძლება მოსულიყო შენს დაჯილდოებაზე და არ მოდის, ხო ფაქტია რომ არ მოდიან უკვე. აქედან არ მოდის თუ როგორ? არა, საერთოდ ხალხი ხო აღარ მოდის, ისე როგორც ადრე. ხალხი მერაბის კონცერტზე არ მივიდა და ქუჩის ბიჭების კონცერტზე, მაგას ხო და ნინო ერთი წუთი რა, ზუსტად ვიცი ბილეთების რაოდენობა შემოსულთან. ნუ ესე იგი მერაბ სეფაშვილის რეიტინგიც დაიწია. საათ სპორტის სასახლეში რამე შოფი. ბესო, რა შვაშია, ჯერ ერთი მერაბ სეფაშვილის კონცერტი. ჩვენ ხო მეგაზება. ერთი წამით, ბესო, მოდი ესეთი რამ ვთქვათ. როდესაც ტარდება, როგორც შინაცხადებ, ქვეყნის მუსიკალური დაჯილდოება, ხო მთავარი, მეგა. უნდა თუ არ უნდა იყოს ამ ღონისძიების მაუწყებლობა ტელევიზიით. ამ კითხვაზე შეკითხვების გარეშე ერთი წამით ტელევიზიით თუ უნდა იყოს ნიუსის ინფორმატორში ნიუსი არა მაგრამ საბედნიეროდ ჩვენ გადაცემაში რეკლამის დროა ლუკა დამამთავრებინე აზრი და მე რეკლამის შემდეგ მაშასე ეთერში თოქ-შოუ პრესი ჩვენ დღევანდელი თემაა მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალები და ფესტივალები ეს რომ გავაგრძელოთ საუბარი და ლიზა განაგრძელოთ მე უსვამდი ბესოს კითხვას, რომ თუ ეს მეგა არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დაჯილდოება, რატო არ არის მისი არ არსებობს მისი ტელევერსია, ანუ არც ერთი არხი ამ დაჯილდოებას არ აჩვენებს. პირდაპირ ეთერში? ხო, ან თუნდაც ჩაწერით. თლიანად ვერსიას. როგორ ხდება ხოლმე დაჯილდოება? არ გინახია არა, როგორ არ მინახავს? აი, გრემი არ გინახია. გრემიც მინახავს. ოქროს გრამოფონი არ გინახია. თუ როგორ ელოდება ხალხი ზის პროგრამას უყურებს, როდის არის ანონსები გადის, რომ ამი დაჯილდო. მე ჯდებიან და უყურებ. მეგა ბესო კი არ ადარებენ, უბრალოდ სურვილი აქვთ რომ ასეთი კი, მე მინდა აბსოლუტურად მიღებულია მე თქვი და მიხარია რომ აქ სურვილი მაინც გაქვთ რომ ეგ გაკეთდეს. იცი რა არის? ამ პერიოდის განმავლობაში რა პერიოდი ჩვენ გავიარეთ ისტორიად 5 წელი ძნელია ნიუსების დონეზე ვარ ჯერჯერობით საინფორმაციო დონეზე და ამითაც ალბათ კმაყოფილდებით პირდაპირ ეთერის მოგვარება ნუ გაკეთდება ოდესმე უახლოეს წლებში მე რამდენადაც ვიცი არხებს არ აინტერესებთ ამ დაჯილდოების გაშუქება ახლა იცი რა არის არ მოვიდოდნენ და არ დამიდგებოდნენ მიკროფონთან ასულელი ახლა და არ გააშუქებდნენ იქ ყოველდღე მე კი არა 10 წელი მომუნდა სიყვარულის დღე თქვენ ენაზე რო თქვა გაჯაზებას რო ხალხს უბრალოდ ის ტელეეთერით მიულოცა ერთმანეთის და პრეზიდენტს მიულოცა ხალხის 10 წელი და ჯერ მე 5 წლის ასე და კიდევ ერთი ბესო არანაირად არ ვეთანხმები მოსაზრებას რომ ხალხი არ მოდის ჩემთანო გასართობად ხო ესეთი მე არ მაქვს ხალხო არც იუმორინა და არც იცი რა არის? შენ თუ ხარ ამ ზუსტად გართობის ინდუსტრიის წარმომადგენელი, ხო, ზუსტად დაჯილდოებაზე მოდის ყველაზე დიდი რაოდენობა ხალხის. ანუ ესე იგი მაინც
მაინც ესე იგი თარგმანა უნდა სიცილიკისკის უხარია ხალხს და ესეც ნიათი აკავერიძე რადიო საქართველოს ხმა კითხვა ვესაპირდეთ ჩვენთან ესეთი ეს კი გავიგეთ რომ ხარ გაქვს არასრული განათლება ანუ ფიზიკის მხრივ ხო ანუ მესამე კურსი და რა გამიხვალ ფიზიკის კი ჟურნალისტიკის ხო ანუ ჟურნალისტიკის დილეტანტი სრულად ხო აი რო აღარ გეთქვა ეგ და უხერხემლო რო შეაჩავარდნილი არა ნუ კი მე ეგეთი ინფორმაცია რა მნიშვნელობა აკეთებ ძალიან ბევრ საქმეს ხო არა მე ვიცოდი რომ დილეტანტი იყავი ამ სფეროში ადამიანს დასვის კითხვა ხო ანუ მე როგორც მაქვს ინფორმაცია აკეთებ ძალიან ბევრ საქმეს ანუ ხარ რედაქტორი ხარ მოძრაობა ხო ერთიან ახალგაზრდობაში ნუ მეგას ორგანიზატორიც ხარ და კიდევ ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ როგორც ვიცით და შესაბამისად ხარ პოპულარული მაგრამ ყველა შენი საქმე ну ჩემი სუბიექტური აზრია მართალი გითხრა ამ სიტყვას რასაც ვიტყვი ხა რომ არის შენ იგი საბოლოო შედეგი არის საშუალოზე დაბალი დონის და არ დაფიქრებულ ხარ რომ ერთი კონკრეტული რაღაც გაგეკეთებინა და კარგად და კიდე მეორე შეკითხვა მაქვს ესეთი დღევანდელი ქართული ესტრადა ძალიან ცუდ დღეში როა ეგ ყველამ კარგად ვიცით და შენი წვლილიც არის ამ ესტრადაში იმიტომ რომ არა, ყველა შეიძლება ნაკლებად, მაგრამ მაინც არის რაღაც ძალიან პატარა. იმიტომ რომ ამ მეგას დაჯილდოებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი გახდა ცნობილი სახე, ისეთი რომელსაც ხალხი საერთოდ არ იცნობდა და ცუდია თუ კარგია ეგ? ძალიან ცუდია, ჩემის აზრით, ხო? ანუ შენ დამნაშავედ არ გძნობ თავს ამ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში რა ბოლოდან დავიწყებ თუ შეიძლება. ხო, კი ბატონო. ნათია, ხო? ნათია. ბოლოდან დავიწყებ, იცი რა, ყველაზე ნაკლებად გძნობ ამ სიტუაციაში დამნაშავედ თავს, რა სიტუაციაც სამწუხაროდ დღეს არის. მე პირველი ვიყავ, ვინც 3 წელს უკან თქვი ეს, რომ აი ესე მოვა, თქვენ თუ ასე გააგრძელებთ, ხო რა. იცი რა, ჩვენ მინდა ვიყოთ მაგრები. მაგრამ ჩვენში არ გულისხმობ. მე ჟურნალისტ იცი რა არის, კი, მიხარია, ვთქვათ, იგივე საინტერესო და ასე ვთქვათ, სკანდალური სათაურების გამოტანა კი, მაგრამ რაღაცა ჩარჩოები არსებობს. მე ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ უკეთესი გავაკეთო. აი, კრიტიკა არის ის, რასაც თქვენ მეუბნეოდით 3 წლის უკან, აი, სექსუალური ამაზი, აი ხო, ექსტრა ვაგანტული ვინი მისი აჯახა 3 წლის უკან, იმ წამს ამოვაგდეთ ის ნომინაცია და ძალიან კარგი ვესო რომ გაითვალისწინე ეს ჩვენ. ვითვალისწინებ და მე თქვენგან გასწრებით მოსმენის კულტურა მაქვს მე თქვი რა ბეკა. აუ შეურაცხყოფა რა ჩვენც არის მე შენ რეფრენია, დღევანდელი გადაცემა. ეგ აი ყველაზე ნაკლებად ანუ მაგის თქმა მინდოდა. მე ანუ მე თავიდანვე ვიძახთ, ყველაზე ნაკლებად არის შემიწული. მეგა რომ არსებობს, კიდე კარგად გაიწელა ქართული შოუ-ბიზნესის სიცოცხლე. ახლა არის კომაში. აპარატს ნუ გამოვუთავთ რა გეხვეწები ამ იმას შოუ-ბიზნესს. რატო იცი? ცოდოები არიან და არ გინდათ რა ეს სერიოგა და ეს აგუტინები და ვიღაცეები რა და ვიაგრები. ნუ გამოვუთავთ აპარატს მკვდარ შოუ-ბიზნესს დამიჯერეთ, თორე მე თქვენ საქმე არ გექნებათ, რაღაც პრესპრესი არსებობს და ბესო შენ სიუჟეტს არა წავალთ და გავაკეთეთ ბესო შენ სიუჟეტს უყურე? რომელ სიუჟეტს? აი მომღერლები რო საუბრობდნენ დაჯილდოებებზე. რომელ აპარატზეა საუბარი? მე მგონი მათ თვითონ არ სუთ რო ამ დაჯილდოებებზე. ვის ასოს გიუ კოინთელს? აჩიკო მეფარიძე. ეხა რომელ აპარატზე აჩიკო მეფარიძეზე და ნიაზ დიასან სიამოვნებით რომ მიიღებდნენ მონაწილეობას ეს განწყობა ფესო არც ერთს არ ეწყობოდა მე კადრში ყველას დავაკვირდი. სწორედ ეს არის ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არიან მას. შენ როგორ ფიქრობ? არიან და ქართული შოუ-ბიზნესია მაგათ თაგებული. სადაც დანარჩენი, სადაც ლელა წუწუნიას სიტყვები, სადაც ერთი წუთი, სადაც გიგაკონა. ეს განაწყენებული მომღერლები. გამარჯ, რომელი იყო განაწყენებული კიდე ხმა არ ამოვიართ და 100 წელი ვერ არ ყოფილა უბრალოდ არავის არ უხსენებია. მას ვერ განაწყენებული იყვნენ ადრე, მაგრამ ახლა გაიგეს რომ ბესოჩუმინძე არ ყიდის მეგას და არ 45 წუთი ტელეფონზე ლაპარაკით არ აფიქსირებს და იქიდან კრიტიდან დარეკილიზარებით არ არიგებს რა მეგას და გაიგებს ვინც საჭირო. შეიძლება ზაზე მაინტერესებს. ხო და გენერისა ერთი წუთი ბოპიერაში რაც და კიდევ ხომარჯობია რომ ერთი საქმე გააკეთო და კარგი. ხო, მაგაზე უნდა მეპასუხო პირველი კითხვა. ხომარჯობია ერთი საქმე გააკეთო, იცი რა, მე არ მგონია რომ ბევრ საქმეს ვაკეთებ რა. მე ადამიანის ტვინის 0.1% მუშაობს და ჩემი ჯერჯერობით ალბათ 1% მაგის თქმა გინდა? არა, რა სისულელი მე შევარწყავს კი არ გაყენე. შევარწყობ არა, კარგი კომპლიმენტია ეს. არა, ვერ მაინტერესებს რომ შენ კიდე პრეტენზია გაქვს როგორც ვიცი რეჟისორობაზე, ხო? ანუ დოკუმენტური ფილმი გადაღებული. გადაღებული მაგრამ ჩემო ფილმმა ისე ცნობისათვის არ ვინეს. აი ძალიან ბევრ სფეროში გიწევს რა. იცი რა, მე ვარ ახალგაზრდა და ანამ სიცოცხლე მაქვს, მაგრამ ორი ხელი მაქვს, არ დავჯდები და არ ჭაღარა რომ მაქვს, თქვენ ხელში მაქვს ჭაღარა. თამთულს და თქვენისთანებს კიდე.
ხო და გეტყვიეთ რაღაცას რა მე მანამ სოცხალე და სანამ აი ახალგაზრდაო და სანამ ძალა მაქვს კლავებში და თავში რაღაცა დონი ჭკუა მაინც რა გავუაკეთებ ყველაფერს რა და სხვა ფილმი რო გადავიდე ფილმი რო გადავიდე მზეზე იქნება ჩემი გამარჯვებული ფილმის პრეზენტაცია 11 მაისს და უყურეთ რა შემდეგ კი ზაზასთან მაქვს შეკითხვა ზაზა შენი ფესტივალი რატომღაც ეს ძალიან გასაიდუმლოებულად ჩატარდა ეს ჟურნალისტებისთვის დასწრება არ იყო აკრედიტაციას არ გვიკეთებდნენ მაგრამ ზოგ-ზოგი ერთმა მოახერხეს და მოხვდნენ კი ბატონო ესე იგი მე ვიტყვი ამას რომ როდესაც ჩვენ პრეს კონფერენცია დავგეგმეთ მე დავრეკე მაია სიხარულიძეს და მაიკო მომცა რამოდენიმე ნომერი იგივე ალბათონი ლალიფაცია ლიზა ყველა ნომრები მომცა გამორთული ქონდა ვისთანაც დავრეკე ორჯერ სამჯერ მოვსინჯეთ იყო გამორთული იყო ნათია ჟურნალი გზა და იყო ავთო ჩიტიძე სარკე მოსული ორადორი ჟურნალი მისი ნომრები არ მოვიდა გამორთული სატელეფონო ზარი მივიღე მაგრამ ვერ მოვედი ფიზიკურად შეიძლება აღარ მახსოვს აი ლიზის რო გამორთული ქონდა მე მახსოვს მაია დაუპატიჟეთ მაია ისე მოხდა რომ იმ დღეს დაკავებული იყო თუ დაღლილი იყო მე არ ვიცი მაიამ თქვა რომ მე სახში დამირეკეთ და სახში ჩამაწერინეთ ინტერვიუ და მე აღარ მეცალა თორე პრობლემა არ იყო დავრეკავდი მაიასთან მივცემდი ინფორმაციას ერთი წუთი მეორე შეკითხვა საერთოდ ამ ფესტივალს ჩატარების იდეა და საერთოდ მისი არსებობა მე მეკუთვნის იდეა ფესტივალის და კი ბატონო მე ვიცი რომ ხარვეზებით მიმდინარეობდა ფესტივალი არ იყო დავშვათ სრულყოფილი, მაგრამ ეს რო იყოს ჩემი მეოთხე მეხუთე ფესტივალი, კი ბატონო, მე მივიღებდი ამ ანუ თუ არ მექნება პროგრესი და მექნება რეგრესი, მე ამ ფესტივალს გავაჩერებ. აუცილებლად. ეს იყო პროგრესული იყო ეს ფესტივალი. იცით რა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, მე ვთვლი რომ საკმაოდ მაღალი არა, უბრალოდ საინტერესო ღონისძიება გაკეთა მე 22 წელს და ჯერ ვთვლი რომ 22 წლის ასაკის ადამიანმა გააკეთა ლამაზი ღონისძიება, კი ბატონო, ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია რომ შედგა. ესე იგი თქვენ 5-იანს უწერთ საკუთარ. არა, მე უწერ 4-იანს. ფესტივალს უწერ 4-იანს. ელეიმედი მახსენდება დილის მაია. ზაზა, მოდი დავიწყოთ თავიდან ყველაფერი, კარგი? შენ მე მოგეცი ტელეფონის ნომრები. მე მაქვს გამოცდილება, არ მჭირდება შენი მადლობა, სხვა რამეს გეუბნები რა. ეს იყო პრეს კონფერენციისთვის განკუთვნილი ეს ზარები, რომელიც გააკეთა ჟურნალისტებთან. შენ ჟურნალისტები არ მიგიწევია ფესტივალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაიდუმლოებული იყო ფაქტობრივად ეს ფესტივალი. მეცაც გეტყვი, ნეტავ მეც არ მოვსულიყავი, ეს ისე ჩემი აზრის შესავალი, მაგრამ ზოგადად მოდი აი კონკრეტულად ვისაუბროთ აი ამ ფესტივალის თავიდან. შეკითხვა მინდა კონკრეტული. ხო, შეკითხვას გაძლევ კონკრეტულს რა და არ გინდა ეხა ეგეთი რაღაცები. მომისმინე ზაზა. როგორც მახსოვს, შენ სანამ ეს ფესტივალის ორგანიზება მიდიოდა, საერთოდ მაინტერესებს ორგანიზატორი ხარ შენ ამ ფესტივალის? კი. ორგანიზატორი ხარ თუ? იდეის ავტორი და ერთ-ერთი ორგანიზატორი. ხო. მაშინ ერთი კითხვა მაქვს. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 15-20 კაცის თანხლებით იმედია ბორჯომის ფუტკს არ მესვრი. ქცემა ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა თუ არ ვცდები ბაკომ, ხო? და ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იბრალებდი ორგანიზატორობას. იმ დღეს სხვათა შორის რამდენზეც ჩემთვის ცნობილია სამჯერ ქცემეს, ხო? არა. მაია, გიპასუხე. აი ამის რატო მოხდა ეს კონფლიქტი? მაია, მე მადლობელი ვარ. არა, ნამდვილად ფსიქიკასთან მე პრობლემები არ გამაჩნია. მაია, მე მადლობელი ვარ შენი დეტექტიური გამოძიებით ჩემ ფესტივალის მიმართ, მაგრამ მე მინდა გირჩიო ელემენტარული მართწერის წესების, სინტაქსის და პუნქტუაციის, რომ როდესაც თხრობითი წინადადება მთავრდება, უნდა დავსვა წერტილი. როდესაც გადაიტანება ბგერა, შეიძლება ახმოვანის გაყოფა, ხო? მე ამას გიჩვენდი. მადლობელი ვარ შენი გამო. მე გეტყვი რა მოხდა რა. მოხდა ის, რომ ჯერ ერთი ჩვენ ვიყავით 20-22 წლის ბიჭები, ვინც გავაკეთეთ ორგანიზატორები, იყო განხეთქილება, ჩვენი შიდა სამზარეულოა მაია, მე არანაირი სურვილი არ მაქვს ბაკო გუნცაძესთან. ამ ეტაპზე ძალიან ნორმალური ურთიერთობა გამოჩნია, გამომდინარე ჩვენ მქონდა საქმე ერთად, გავაკეთეთ საქმე, კი ბატონო, დამთავრდა ეს საქმე და ჩვენ ვართ ძალიან ნორმალური გამარჯობა, გაგიმარჯოს ურთიერთობით ამ ეტაპზე. და ეს მე იმიტომ ვიკითხე, რომ შენ ვინ გცემს და ვინ არა, ეს არ მაინტერესებს, ჩემი თავარი პრობლემა იცი რა არის? შენ გინდა რომ შეურაცხყოფა მომაყენო და მე შევცვალ როგორ გეკადრება? რა სისულელეა? ჩემი მიზანი ერთ-ერთი არის, რომ ეს უკავშირდებოდა ფესტივალს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს უკავშირდებოდა იმას, ერთი პირველი
თუ შეიძლება რა გინდა რომ ბაკოზე ცუდით ხო მე არა როგორ გეკადრება საკუთარ თავზე უნდა თქვა მიზეზი უნდა გვიქნა მიზეზი იყო მაია ის რომ მე როდესაც მივეცი ერთ-ერთ ტელევიზიას ინტერვიუ ბაკომ თქვა რომ ეს იყო თითქოს მე ვიბრალებდი ან მე ვთქვი ორგანიზატორი თქვი რომ ჩაწერა ჟურნალისტმა ზაზა სვანაძე ბაკომ მიფიქრა რომ ეს იყო ჩემი მხრიდან გამოცხადება პროტესტი მისი მისამართი და მოხდა ისე რომ ის ხალხი ვინც ჩვენს ირგვლივ იყო აი ამ ჭორების და მოთქმის გამო ჩვენ გაგვიფუჭდა ურთიერთობა რა. აჰა, მხოლოდ ეს იყო. კარგი, მე სხვა ნიუანსებით ვიცი, მაგრამ კარგი, ამას შევეშოთ. ფესტივალს დაუბრუნდეთ. ფესტივალის მსვლელობა. ნუ აი ძალიან აღიარებ თუ არა, შენ ამბობ რომ 5 წლის მერე თუ იქნება პროგრესი, უბრალოდ რეგრესი, მაშინ მე შევაჩერებო. შენ წარმოგიდგენია რომ შეიძლება ამ ფესტივალმა კიდე განიცადოს რეგრესი. ანუ მაია გიპასუხებ ჩემო კარგო, ძალიან მოკლედ და გასაგებად. ფესტივალი შენ და გასაკვირვად მაია რეგრესს განიცდის და მე მინდა გითხრა ის რომ მე როდესაც საქმეს არ ვაკეთებ. არა, შენ ფესტივალმა თორე ბესოსი რო განიცდის ვიცი. მოკლედ გეტყვი ხო შეიძლება. მოკლედ გეტყვი ხო შეიძლება. მე როდესაც საქმეს არ ვაკეთებ. მე მეწყება სერიოზული დეპრესია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი საქმით სხვა დავაზარავო, ხო მართალია. მე იყო სიტუაცია და პერიოდი და იყო დრო, როდესაც გიორგი მამაცაშვილთან მივედი და ვთხოვე, რომ რიგით ჟურნალისტად მინდოდა მუშაობის დაწყება. უბრალოდ სურვილი მქონდა. გამომდინარე იმიდან, რომ გვერდზე იყო ანაზღაურება 3 ლარი და 50 თეთრი და მე არ ვარ 3 ლარიანი ჟურნალისტი და ვიცი ისიც კარგად, რომ დამწყები ჟურნალისტები სხვადასხვა ხრიკებს და სხვადასხვა ოპერაციებს აკეთებენ ელემენტარული ინფორმაციის გამოსატყუებლად რესპონდენტიდან და მე უარი ვთქვი ესე ვთქვათ ამ ჩემს ამ ჰობზე, ამ გადაცემაზე. დროებით გადაცემაზე მინდა გითხრა, რა შეიძლება იმის პასუხი, რომ მე შენ შუაში იყო უკაცრავად. არა, მე ანუ გავაკეთე ფესტივალი, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ვიჯდე და არაფერი არ ვაკეთო, ხო ხდები? რა შეიძლება იმას მე რამდენჯერ მცემეს თუ რამდენჯერ ვცემე, მე პასუხი მივეცი იმ ადამიანს, ვინც აგრესია ჩემი მისამართით გამოხატა. არა, მე წინა პასუხი მინდა ვერ თქვი, სწორად და ვერ ჩამოვაყალიბე. მე მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენს ირგვლივ იმყოფებოდნენ მრავლობით რიცხვში, ჰქონდათ სურვილი ჩვენი დაპირისპირების. იყო მე მომივიდა ინფორმაცია ამ ფესტივალის უკვე რამოდენიმე დღის შემდეგ, რომ იყო სურვილი ჩვენ შორის დრობის და შუღლის ჩაგდების და პრინციპში გააკეთა იმ ადამიანმა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. საერთოდ ეს არ ეხებოდა შენ არ მიპასუხე ფესტივალ, ანუ შენ ფიქრობ რომ შენმა ფესტივალმა თუ კიდე ჩატარდება საკმაოდ წარმატებული იყო, მაია, აი გამომდინარე შენი ჟურნალისტური მოღვაწეობიდან რა სტატიებიც გაქვს, აი ჩემი პროპორცია რომ გავაკეთოთ საკმაოდ წარმატებული ადამიანი. ზაზა 4-იან დაუწერა ფესტივალს, ამიტომ გადავიდა. არა, იცით რა არის? უბრალოდ იქ იყვნენ მომღერლები, რომლებსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, მეგობრობ და დამირეკეს და მითხრეს რომ ვაიმე ეს სად ვიყავით ხო? გამოდიქეთ ნამდვილად არანაირად ვაიმე სად ვიყავით ჩემ ფესტივალზე ეს არის. არა მე ვამბობ იმ მომღერლებზე რომლებიც ესწრებოდნენ ამ ფესტივალს და ესე იგი დასაჯდომი ადგილი არ ქონდა. ანუ რომ მოვედითო არ ვიცოდითო აი სად დასულიყავით და იჯდნენ და თათბირობდნენ რომ ვის ვივცეთ და რა ნომინაცია და როგორ ანუ ნახევარ საათში წამოვედითო და ნუ ისიც მე მესმის რომ ჯერ რაღაცა ისეთი 22 წელი მართლაც და ასაკი არ არის ალბათ უნდა დაღვინდე მაკაცებთანაც ჯერ საქმე გაარჩიო და მე გააკეთო ფესტივალი და მით უმეტეს დედას არ უნდა დააბარო რომ მე დედამ რეკოს ხოლმე მომღერლებთან, კომპოზიტორებთან საქმის გასარჩევად. აი, დედა მით უმეტეს არ უნდა ჩარიო. საინტერესო ცილისწამებაა, ლიზი, მინდა გიპასუხო რომ და პასუხი ხო უნდა გავცე მაია, ხო? შეკითხვა იყო რაში მდგომარეობდა მოკლედ, ხო, ორი სიტყვით რომ ჩამოვაყალიბოთ. ხო, არა, ნუ გავაკეთე, კი ბატონო, იყო ხარვეზები, ლიზი, მე ამას არ ვარყოფ. მე რო თქვა, რომ ეს ფესტივალი იყო გენიალური და ფანტასტიკური, მე ხო ტყუილს ვიტყვი ამას, ხო, ეს არ უნდა ვთქვა, კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ რა მომენტია, მე იგივე თქვენ იგივე ბესო, რომელიც ჩემს გვერდით ზის. ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ ეს სიმართლეა. ქართული შოუ ბიზნესი. ვინ იყო 10-8-7 წლის წინ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს. ვინ იყო ოლიმპზე ქართული შოუ ბიზნესის? კეთი მერკვილაძე, პანჩო და აღარ გავაგრძელებ. ანუ ის დრო, როდესაც ერთ ფინჯან ყავაზე ჟურნალისტი წერდა კარგ სტატიებს, მე არ მჭირდება. მე მჭირდება მაია სიხარულიძის მსგავსი ახალი ტალღის ჟურნალისტები, რომლებიც გააკრიტიკებენ სერიოზულად, მაგრამ ჩემს მუშტიკრივის ამბებს არ გაარჩევენ. ეს ერთი მინუსი დღეს შენ სხვათა შორის, მე ეს მოვაგვარე, შენ შეგიძლია არ ინერვიულო. მაგრამ უბრალოდ რა მომენტია, რა წამსაც მოხდა აგრესია და კრიტიკა ესტრადის მიმართ, იმ წამს გახდა ყველაფერი დედას გეფიცებით,
მე პირადად არაფერს ქეთი მერკულაძეს არ ვერჩი. უბრალოდ ერთხელ სტატია იყო ქეთი მერკულაძის წერილზე, მე მგონი სოფი ლორენს შეშურდებოდა მსგავსი სიტყვებით საში აყვანა. ეს იყო მაშინდელი პრესის ტრაგედია, ეს იყო თქვენი კოლეგების ტრაგედია, რომ ამ სტატიებს უწერდით უღირს ადამიანებს. ჩვენ ხო ვიცით, მე ხო კარგად ვიცით, თქვენ ხო ვიცით ძალიან კარგად კამერის ჩართვისთანავე როგორ იცვლებიან უმრავლესობა ამ ვარსკვლავებს. როგორ იცვლებიან და შეგაწყვეტნო თემას არ ეხება და დრო ძალიან ცოტა უკაცრავად, მაგრამ მინუს რაში მიწერა, აგიხსნი რომ არ გაქვს დასაწერი, იმიტომ რომ ეს ფესტივალს ეხებოდა და ამიტომ მკითხე, თორე შენ ქუჩაში ვინ გცემს ან ვის შეაგინებ, ეს მე სრულებით არ მაინტერესებს. ხო, მაგრამ აი შენი მოდი ახლა ერთი კითხვა მინდა შემოქმედებით კრიტიკას ნუ გადავსდით პირად შეურაცხყოფაში ადამიანს. არ არის პირადი შეურაცხყოფა, უბრალოდ ეს უთანხმოება მოხდა. შევეშვით ამ თემას, მაია და დასვი სხვა კითხვა. კარგი. შემდეგ კითხვაზე გადავალ, ანუ აი ამ ფესტივალთან როგორც ვიცი, ну, შენ მაინტერესებს პირდებოდი თუ არა წინასწარ მომღერლებს, რომ აი შენ ამ ნომინაციაში გაიმარჯვებ, შენ ამ ნომინაციაში. კი, მირეკავდნენ, მე მეკითხებოდნენ, იყო. არა, შენ თუ პირდებოდი მეთქი. კი. ვაღიარებ უკაცრავად ბოდიშით ვაღიარებ, იყო ორი შემთხვევა, როდესაც მე დავფირდი, იმიტომ რომ ადამიანმა შემაწუხა 20 ჯერ 30 ჯერ დარეკა და ნუ რაღაცას ვიზამთქო, ანუ ჟიურს რამენერად დავარწმუნებთ ამ ადამიანის გამარჯვებაში თქო, იყო. კი ბატონო, მე მირჩევნია, მეტყვილი არ მიყვარს, არის ადამიანები, ვინც თამაშობენ ამ პათეთიზმს, ამ ყდემამოსილებას, კი ბატონო, შეგიძლიათ თქვენ გააკრიტიკოთ ბოლო დონეზე, მე არ მეშინია მაი ამის, იმიტომ რომ მე არ მაქვს ჩემ შემოქმედებაში და ჩემ საქმიანობაში ისეთი ლაქები, რაც მე უკან მოხედვის დროს ვის დანახვაც მე შემწყვება, ხო? ერთი წამით, აი ზეწოლის კი ბატონო, იყო, არა, ზეწოლის არა, უბრალოდ აინტერესებდა და იყო რა. ჭალებში ეს სიტყვა ზეწოლის უფლება, თქვა კონკრეტულ ამ ორ შემთხვევაზე ქონდა და ის ინტელექტუალური მომღერლის შესაძლებლობა. არა, ლია ჩანკლაძე ჩემი მეგობარი ნამდვილად არა, შეიძლება მღერის ეს ადამიანი, მაგრამ მე იაზე არ მაქვს გართულება, ია რა შუაში, აქ ია გინდა ია ყოფილიყო და გინდა ჭიჭიკო. რა მნიშვნელობა? არა, იას მე არაფერს არ დავპირებულა არასდროს და შესაბამისად მე მექნება ზაზა ერთი შეკითხვა. იყო ნომინაცია ესეთი წლის საკონცერტო წამყვანი, ხო, როგორც მე მახსოვს და დიპლომზე იქ ეწერა სოსო თოლორაია. კი, ეწერა იყო. და თქვენ გადაეცით წლის საუკეთესო საკონცერტო წამყვანი მე ნუ გეშლებით ხალხო ჟიურში, მე არ ვარ ჟიურის წევრი. ორგანიზატორი ხომ იყავია რა, ხო აკონტროლებს. იმიტომ რომ სოსო თოლორაია დარბაში ვერ დაინახეს და გადასცეს საჭიროა. მაგრამ სიგელს ეწერა სოსო თოლორაია. და კი ბატონო, იყო არის ფესტივალისთვის დამახასიათებელი, რომ დიპლომზე სხვა წერია, სხვა სახელი და გვარი და იქ სცენაზე აჩიფურცელად. გიგა ცარიელი იყო დიპლომი, არაფერი არ ეწერა. სოსოსთვის. შენ ახლა არ თქვი, რომ ეწერა სოსო თოლორაია იყო. განკუთვნილი იყო სოსოსთვის გადასაცემად იყო ეს ფურცელი გამო. და რა პრიზები გადაეცით, რა ჯილდოები გადაეცით კერძოდ მომღერლებს? მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თქვენ პარკეტის მასალას გულისხმობთ თუ რა? ხო, თვითონ აი ბესო პირამიდას შუქნის ხოლმე და თქვენ მე მგონი მე არაყი და პლასმასის ჭიქებია. აი ეს მე თუ დააკვირდი თქვენ დოსიაში. და ია ჩანკლაძეს თქვენ მიეცით ფეხბურთის ბურთი. და რაშუაში იყო ია ჩანკლაძესთან ფეხბურთი, რომელი ბექემი ია ჩანკლაძეა, თვითონაც ვერ გაიგო ამ ადამიანს. ეს ინტელექტუალურ მომღერალს. კი, მაგრამ რაშუაშა რომელი ბექემი ეხა ია ჩანკლაძეა ფეხბურთის ბურთზე. გიგა ჩვენ თუ დროს გავწევთ პასუხებს მე ვერ გაგცემთ ხო? კი, აი ამ კითხვებზე მაინტერესებს პასუხი. რომ მე რაც მინდა ის არ ვთქვა. გიგა გიპასუხე. ანუ მე რო ვთქვი დოსიაში, გიგა შენ გეუბნებით? კი, გისმენთ. დოსიაში რო ვთქვი, რომ ეს იყო ერთდროულად ჩემი გამარჯვებაც და ჩემი მარცხიც. მარცხი იყო ის პრიზები და ის სამარცხვინო, რაც ჩემს ფესტივალზე არ უნდა მომხდარიყო და სამწუხაროდ მოხდა, იმიტომ რომ ასაკის და გამო, იმიტომ რომ გამოუცდელობის და გამო. მე რო ვიყო ბესოს მდგომარეობაში, ანუ ეს იყოს ჩემი მეხუთე ფესტივალი, კი ბატონო, მე ვიყო 28 თუ 30 გადაცილებული არსებითად მნიშვნელოვანი. 29. შენ რა ბატონო? ხო, მე ამ შენიშვნას მივიღებდი, მაგრამ სწორედ იმიტომ რომ მე ვარ პირველი 22 წლის ასაკის გრანდიოზული ღონისძიების ორგანიზატორი. ამას ავტორაბახო და ამას ჩვენ ქონდა უკრაინული ფილმები ჩამოტანილი ამ ფესტივალისთვის, ანუ იყო კინომხარე საერთაშორისო. დავწერეთ ლამაზი სიმღერა ბატონი ოთარი ტატიშვილის, ბატონი ოთარ ტატიშვილის კომპოზიტორობით გაკეთდა ეს. კარგი, ეს გასაგებია, ძალიან დიდი ბოდიში. გაწყვეტინებთ და ერთი მაინტერესებს, ერთ რჩევას მოგცემთ ისე რომ არყების დარიგებას ჯობდა სიგელები გაგეკეთებინათ და დიპლომები და ისინი მივიღებთ მომღერლებს. ეხლა უცებ პატარა კითხვა, ინტელექტუალური კინო იყო ესეთი ნომინაცია? არა, ინტელექტუალური კინო მე მგონი შეეშალათ, იცი, ჟიურის ერედა. აუ, ერთი რაღაც შეიძლება გთხოვოთ. ინტელექტუალური კინო ესეთი არსებობს. პატარა რეპლიკა და ინტელექტუალური მომღერალი
ვინი ერთი შეკითხვა მაქვს უკაცრავად, კონტ შეკითხვა მაქვს. მე რო ვიყო უაზროდ ამბიციური ადამიანი, მე ვიტყოდი იმ სიმართლეს. ან ხო შეიძლებოდა ამის უარყოფა, რას მე ვთქვი სიმართლე, კი ბატონო, მე თავს დავღრი და მივიღებ ამას. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ტყულს ამბობს. ანუ ესე იგი ზაზა გაითვალისწინებს ამ შევეცდები. აუცილებლად გაიზარდა მე მგონი მე გაგვეყოფოდა ჩვენ რომ შენ ამას აღარ შეხებოდი. საკმარისი იყო. ფილმი გადაგეღო, რეჟისორი კაცი ხარ, ბოლოს და ბოლოს. აი ფილმი ხობატონო, ლიზი 21 აპრილს ჩემი ფილმი გადის გზაზე, შეგიძლიათ ნახოთ და დააწმუნდებით რამდენად მე მაქვს შესაძლებლობები ამ კუთხით მუშაობის. თუმცა მე არ ერთი ფესტივალი ვერ დაგეგმე და ვერ მიაღწიე დონეს და რანაირად რასაპირეთ კი ბატონო, ლიზი გიპასუხებთ. ლიზი არა, ლალი. მაცრავად, ლალი გიპასუხებთ. სურვილის ჩასახვიდან რეალობად ამ ფესტივალის დღემდე იყო 1 თვე და 7 დღე. ანუ ჩვენ მაქსიმალურად მოკლედ დროში ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანია, თანხის მოძიება, ჟიურის წევრები, ნომინაციები, კინოფესტივალი ძალიან მასშტაბური 5 თვეში გაგაკეთებინა და ხარისხიერ გაგაკეთებინა, ხო ჯობდა? რა გაჩქარეთ? მართალია პრინციპში უბრალოდ მოხდა ისე რომ აი დაჩქარ ეს სწრაფად გავაკეთე და რაც შევძელით გავაკეთე. კარგი ბატონო, კონკრეტული კითხვა იცით რა არის? აი სასაცილო იქნებოდა სატირალი რო არ ყოფილიყო, ხო, როგორც ამბობენ. მე ამ თემაზე პირადად აღარ შემიძლია საუბარი, იმიტომ რომ ვთვლი რომ ისეთი აი უსუსურობას ვხედავ რა, ანუ ორგანიზატორი რომელმაც არ იცის რატომ მიანიჭეს, როგორ და აი მე ვთვლი უბრალოდ მიმართავ ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, რომ იცით რა, მოდით ჩვენ ვიქნებით მაშინ უფრო არაკრიტიკულები კი არა. ყველაფერს ნუ გავაშუქებთ რა, მართლა და ყველა არ არის ღირსი იმისა, რომ ცუდიც დაწერო. ზოგს იგნორირება უნდა გაუკეთოთ რა. იგნორირება. მე ვთვლი რომ აი დღეს რაღაც აი ამ ფესტივალზე სალაპარაკო თემა საერთოდ არ იყო. უკაცრავად რა. თქვენ მე არ ვიცი თქვენი სტატიები, სიმართლე გითხრათ, არც მაქვს რაიმე შეფასების უფლება, მაგრამ ის რასაც აკეთებ პირველი 2 თვის განმავლობაში, დღეს იგივე დონეზე დარჩით, ანუ არ განვითარდით. მე არ მაქვს პრეტენზია ხალხო ფეიერვერკზე, მე არ მაქვს პრეტენზია. არის ციცი რა, იმისთვის რომ მისცე ადამიანს განვითარების უფლება რაღაცა უნდა გააკეთოს. გასაგებია, ეს ყველაფერი გასაგებია. დიდი პოტენციალი. ნამდვილად, ჩვენ დღეს ხალხს ნაყავთ ახლა. გავარკვიეთ რომ ამ ადამიანმა პირველად მოაწყო ეს ფესტივალი. ესეც გავარკვიეთ რომ ბესო, მაგრამ ხალხი არა ყველა ვითარდება. რამე კონკრეტული კითხვა დასვათ გადაცემის დამთავრებამდე 15 წუთია დარჩენილი. ლიზი, მე მაინტერესებს თქვენ არ განვითარდით თქვენი ჟურნალისტური მოღვაწეობის დაწყებიდან მე ყბაზე? ზაზა ყველა დროსთან ერთად ვითარდება, ამაში გეთანხმები, იმიტომ რომ არა ვარ ჩვენ ახლა პირველ კლასში რა ვიყავით, ის ცოტნა არა გვაქვს დღეს, უფრო მეტი ვიცით, ასე რომ თუ გამოსწორდები ჩვენ სხვანაირები ვიქნებით, შეკითხვები სხვანაირი იქნება, მაინტერესებს. შენ თქვი რომ მუსიკალური განათლება და არა მაქვს, არ ჯობდა კინოს ფესტივალი გაიკეთებინა და ეს მაინც განსხვავებული იქნებოდა უფრო. კინოფესტივალები ჩვენთან კეთდება სამწუხაროდ და მე გეტყვით არა სამწუხაროდ კეთდება კინოფესტივალები, იმიტომ რომ 7 სტუდენტური კინოფესტივალი არსებობს, როდესაც აპრილში ტარდება მე როგორც ვიცი. გითხრათ ერთ წამი რა ხდება გითხრათ. მე მაინტერესებს აი ჟურნალისტები ხარ და შეკითხვა ძალიან ბევრ შეკითხვას ვიძლევი. სანდრა რულოვს, ალბათ სანდრას ფესტივალმა ერთ-ერთმა ფესტივალმა გადასცა კინოფესტივალმა, ჩემმა კონკურენტმა ფესტივალმა გადასცა პრიზი დოკუმენტურ კინოში საუკეთესოდ შესრულებული როლისთვის. ხალხო, ყველაფერი გაგვიგია და ყველაფერი დოკუმენტური იყო. აი, ხდებით რა, აი სამწუხაროდ ამიტომ ტარდება. მე შევებძოლე, მე ამ ჭაობს, სადაც მართლა ამბიციური ვარ და ამის გამკეთებელიც ვარ. რაც იყო, გავაკეთებ და შევებძოლებ. ეს იყო თეატრალური უნივერსიტეტის პედკოლექტივის ფესტივალი. ეს იყო ფესტივალი, sadაც წვეთ და არ ვიტყვი გინდა, არ მინდა რომ რაღაც აგრესია გამო. თეატრალური კი ბატონო, მე დავამთავრე ხო 2000 გიდგათ ხარში ამ ფესტივალის, თუ არა? კინოსტუდია ქართული ფილმი ბატონი რეზო ჩხეიძე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ რეზოს, მარიკა ქაცარავა და ბატონი მამუკა ხაზარაძე, რომელიც იყო დონორი ამ ჩვენი ფესტივალის. მეტი რა გიპასუხოთ. აი იყო მე იმეს ვიტოვებ, რომ რეზო ჩხეიძე რახანგვერდში გიდგათ თქვენ ფესტივალს გააკეთეთ მომავალ წელს. მე შეიძლება სუბიექტური ვარ, მე ვამბობ, რომ სუბიექტური ვარ. იმიტომ რომ მეც ვაკეთებ ფესტივალს და მე არ შემიძლია სხვისი ნაკლის არ დანახვა. მე შემიძლია ჩემი ღონისძიების ნაკლის დანახვას და შემიძლია ის რომ არ შეიძლება ქალბატონ სანდრას რომელსაც კი ბატონო პატივცემ და კი ბატონო გვიყვარს ჩვენი პირველი ლედი, მაგრამ გადავცეთ დოკუმენტურ კინოში პათოლოგიური პრიზი, პათოლოგიური ნომინაცია. აი ესეთი ფესტივალები ტარდება ჩვენ. შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.
კითხვა თუ გაქვს დარჩენილი, თუ არ გაქვს დავამთავრებთ. კითხვა მე მაინტერესებს წლის პროდიუსერი და წლის კლიპმეიკერი. რატომ თქვენ არ უკაცრავად, თქვენ არ გეხებათ ბესოს. ისევ შენ ჩემო ბესო, გაუძელი. რასო მე თქვი დავისვენებ. კიდე მინდა. რატომ ამოიღე? როდის ამოვიღე? არ არის. ახლა? არ არის, კი. გეტყვი, მან ანკეტაში რატო არ არის თქვა ასე უნდა გასაგებია. ანკეტაში საგულდაგულოდ ვეძებდი. არა, მართლა ანკეტაში არის, მაგრამ პირდაპირ დასახელდება, ანუ ნომინანტები არ იქნებიან. გამოცხადდება. ისე როგორც ოძელაც მეგა გამოცხადდება ერთი კაცი, ისე როგორც ყველა თაობის საყვარელი მომღერალი ქალი კაცი, აი როგორც თავიკო ჭოხონელი დაემიღო შარშან, როგორც აიღო თქვა იგივე ქალბატონმა ერთი ნომინაციები არ იქნება ამის მიხვდი ხო? რატომ არ არის არჩევანი? არჩევანი არ არის და ყველა ხაზავს ეხა ერთ ადამიანს და არ ვიტყვი ხა ვის მოლობოლ აზრი არ აქვს ეხა იმ ერთი ადამიანის ხაზავს პირდაპირ დასახელდა. ბევრი გაგვივარსკვლავებია და ასევე ბევრი ჩაგვიძირია. ასეთი განცხადებით გამოდიხართ თქვენს ინტერნეტ გვერდზე. როგორ ფიქრობთ, ხომ არ შემოიტანეთ ქართულ ესტრადაზე არითმია ვოკალში? დღეს ეს სავალალო შედეგი. რა შემოიტანეთ? არითმია ვოკალში. ვოკალური არითმია, ლირიული. არა, ვაიცა, გავიგე ერთი წუთი. სუხსლიან არითმია რა არის? სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე. გახოდა ვერ გავიგე. არითმია ეს არის დარღვეული, ანუ რითმი, არითმია, ეს როგორც აპოლიტიკური, ასეთივე არითმი. შეკითხვები მედიცინაში ვერ შეიძლება დავფიქრდე ამ პასუხზე? კარგი, მოსაფიქრებლად ახლა მანუსანამ ესე იგი ბესო კითხვას გავქცევდეს მე მაგ ზადა შენთან შეკითხვა. თქვენი სახელი ნათია, ხო? კი, გისმენ ნათია. ზადა ესე იგი წლის აღმოჩენა არის ქეთი ახობაძე. გახდა ქეთი ახობაძე. და ესე იგი ქეთი ახობაძე საერთოდ ვინ არის მე წარმოგდგენა არ მაქვს. ძალიან ცუდი. მიუხედავად იმისა რომ ვმუშაობ რადიოში, ანუ ქეთი სიმღერა არტრიალებს შენს რადიოში გინდა თქვა, ხო? ხო, არა მარტო ჩემს რადიოში, საერთოდ არ არის ადამიანი, რომელსაც ფართო მასები იცნობენ. და აქვე ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ნინასთან დაკავშირებით ჩემ ფესტივალზე იქნებ რამენერად და ესეთი მოკლედ ხო თუ ფარდა ახადო მაგ სიტუაციას. არაფერი, ვიცი რა მოხდა ის რომ ჯერ ნინამ მიიღო პრიზი, შემდეგ ალბათონმა ეკამ გადაწყვიტა, შეეცვალა გადაწყვეტილება და ალბათონმა ეკა კვალიაშვილმა კი გადაწყვიტა რომ შეეცვალა გადაწყვეტილება და პრიზი გადასცეს ეკა ახლა ქეთი ახობაძეს. აუ დიდი ბოდიში მე წყვეთ ძალიან გულს რა ქალბატონი ეკა კვალიაშვილის სახელით ძალიან ხშირად მანიპულირებს ყველა ის ადამიანი მანიპულირებს ვისაც შეხება ქონდა ამ ფესტივალთან არ შეიძლება რა ზაზა ეს იცი რა არის ესო მონოპოლია გაქვს შენ ამ ეს იცი რა არის რომ ახლა დაუშვათ ჩემ ჟურნალში გავიდეს რაღაცა ჟურნალისტმა დაუშვა დაწეროს რაღაცა სისულელე ხო ხდები? ბანძი იცი რას ნიშნავს მაია? შენ ქონდა რუბრიკა ბანძი და ბანძობები, სადაც მთელი თბილისი გადაკიდე ერთმანეთს ადამიანი. შენ ხარ კონფლიქტური ადამიანი, მაია, გასაგებია რომ ჟურნალისტი ხარ. არ შეიძლება რასაც იცი სიტყვა ბანძი რას ნიშნავს? სულხან საბას ლექსიკონი გადაგიშვა. მაია, მოდი ეს ყველაფერი ეთერს გარეთ. მე მაინტერესებს ერთი შეკითხვა შენ რო ამბობ, არა. ხა შენთან. ჩვენ თემას თუ უკავშირდება კი თუ არა და არა? ბესო იმედია კარგი ბატონო, მაშინ გადაცემის დასასრულს მივახლოვდით. პასუხი არითმია შემოიტანე თუ არა იმაშიო, ხო შოუ-ბიზნესში. მე არითმია არ შემოვიტანე, მე ჩავთვალე რომ შემოვიტანე მოლეკულების უფრო სწრაფი მოძრაობა ვიდრე არითმია რა. საოცარია. ვინი პასუხს და მე საბოლოოდ მაინც დასაბოლოოდ დასკვნას ვიტყვი. მე მოვითხოვ მე რომ ბოლოს მე შეკითხვა მინდა ერთი რა, უბრალოდ ძალიან მინდა რომ პასუხი გაგცეთ, ხო თუ შეიძლება. ჩემი მისამართით მინდა მე მგონი ძალიან სუბუქი პრესი იყოთ, მე ველოდებოდი უფრო აგრესიას რა. რაღა გინდა მეტი ლიცენზია არ ქონია ფესტივალი ჩაატარე. იქ პრიზების მაგივრად არყის ბოთლები და თუ არყი და ალაგ სოსო თოლორაიასი უკაცრავად გიგა. არა მე ვიტყვი იმას რომ ძალიან კარგი რაც ხდება, კი ბატონო თქვენ მე არ გაყენებთ არავის შეურაცხყოფას, ხდება თქვენი მხრიდანაც რაღაც შეცდომები, ლაფსუსები. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ეთყობა მუსიკაცოდნეები და ვერ აკეთებთ პროფესიულ კრიტიკას. მე კი ბატონო მეც ხარვეზები უხვათა გვაქვს ყველას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს. ზაზა უკაცრავად გაწყვეტილი, მაგრამ მუსიკის მცოდნეობა ამ თემასთან დაკავშირებით არც თუ ისეთი. არა, ჩემთან მისამართი არა. მე ერთს გირჩევ, მე მგონი ეს ყველას ის იქნება აზრი რომ ნახო ამ გადაცემის განმეორება. ხო, სამშაბათს. და ნახავ რომ არ მეცადები. სამშაბათს 12 საათს. ხო, 12 საათს.
და არის ლაითი, იმიტომ რომ ბევრი დასკვნას გამოიტანდა, მე მგონი ბევრი ნომინაცია შეიძლება ამოიღოს. კი ბატონო, ჩვენ აუცილებლად და ბესომ ერთი წამი მოითხოვა კიდე. ერთი წამი არა, წუთ ნახევარი და წუთი ნახევარი. არავითარ შემთხვევაში. აი 20 წამი მე. 10 წამი. მე ვსაუბრობდი და თუ დამამხარ. გიგა, ვერ დავახარებ მომანიჭა უფლება რომ მეთქვა. ლუკა, რა ყოველს ლიზას ეძახით? არა, ლუკა. ლიზა წვეჩი. დღევანდელი საღამოს დედოფალი ლიზა, ხო? 20 წამი. და 10 წამიც თუ მე მინდა ბოლო ასეთი სიტყვები თქვა. ისე მოდი, თქვენ იცით რომ გაკეთდება, მაინც უნდა გაკეთდეს, მეგაც უნდა გაკეთდეს. რა ქვია ზაზა? მუსიკისა და კინოს. ოღონდ ხარისხიანი. არა, არ აღნიშნულ ვინ გააკეთებს ერთი წუთი. ხო, რა თქმა უნდა, როცა ადამიანები ერთმანეთს გვერდზე დაუდგებიან, თქვენი ცუდი და კრიტიკული სტატიებით მე გვერდზე მიდგებით. არა, შენი კრიტიკით, ლიზა თავის ინტერნეტით და მე ახლა გადაგიხდით ყველას მადლობას, რა თქმა უნდა. მოდი გავაკეთოთ, კარგი რაღაცა ესეთი, მოდი იქნებ თავრობაც მოგვიხმაურ. მე ვაფშე საერთოდ წავალ და ესო ჩააცივდა თავრობას. არა, просто გული მწყდება რომ თავრობა მიაფუჩეჩა ძმაო ყველაფერი და ეგრე არ არის და ჩვენ დავჭით ეხლა რომ მე მესმის ეს საქმე და უნდა გავაკეთო ეს საქმე. ამიტომ ჩვენ მოდი ყველა ერთად მივაწვეთ იმას რომ გავაკეთოთ კარგი. თქვენ აკრიტიკეთ ისე როგორც ახლა აკრიტიკე და აბსოლუტურად არ გავდით იმ წინაპრესპეს რაც იყო და მე მივასწავლე. მე მინდა რომ ლუკა 10 წამი არა. უკაცრავად ზაზა სამწუხაროდ რო არ არის. ორი სიტყვით. გადაცემის მერე რეალურის კამერა იმოძრავებს და გაგრძელებას ნახავთ რეალურში. არა, მინდა მადლობა მოგიხადო და თქვა ის რომ შევეცდები მაქსიმალურად ის შეცდომები არ გამეორდეს, რაც იყო და უკაცრავად ამ შეცდომებს. და ორშაბათს ნახე პროფათეული ჩვენს მიერ არის შედგენილი და ნახავ რომ ვერ ყვევით მუსიკას. გასაგებია. ბოლო შეკითხვა თუ შეიძლება ზაზასთან. არც ერთი შეკითხვა გამორიცხულია. ბოლო შეკითხვა მე ჟურნალისტების მისამართით ლიზა მომისმინე თუ შეიძლება. ესე იგი, მე უნდა დაგისვათ ერთი შეკითხვა, ოღონდ ძალიან მოკლედ გამიცეთ თუ შეიძლება პასუხები, ეს კითხვა ალბათ საინტერესო იქნება ორგანიზატორებისთვის, მაყურებლებისთვის, თქვენთვისაც, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მუსიკალური დაჯილდოების ფესტივალი დაემსგავსოს მუსიკალური დაჯილდოების ფესტივალს ძალიან მოკლედ მაია დაიწყოს. უნდა იყოს ობიექტური, არ გაიყიდოს პრიზები და დაკიდონ გაუთოვებული დროშებიდან დაწყებული და არ დაარიგონ გაისა რა ქვია მხოლოდ რაღაცა ესენი რა ქვია არყები არც ერთი არ გაიყიდიაო მაია მოკლედ ხო და ну ასე შემდეგ უნდა იყოს ობიექტური ხარისხიანი რაც მთავარია და არ გაიყიდოს მე ზუსტად ისე ვფიქრობ როგორც მაიკო ან უნდა იყოს პირველ რიგში ობიექტური და არ უნდა ხდებოდეს ნათესავების ახლობლების და ოჯახური წევრების დაჯილდოება. გასაგებია. ვინი? ორგანიზატორი უნდა იყოს ორგანიზატორი და საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ორგანიზატორმა ის პირველ. კი და ისევე როგორც ნომინაციებში ჩასმული მომღერლებს არჩევს ხალხი, ასევე ნომინაციებიც უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული. გასაგებია, შემდეგი. მე შეიძლება ვთქვა პური უნდა გამოაცხოს მეპურემ. ანუ უნდა იყოს პროფესიონალი, დიდი სიტყვებით. გასაგებია, ლიზა. მიმართონ მსოფლიო პრაქტიკას და როგორც ეს კეთდება, ანუ აკეთებს ტელევიზია, წამყვანი რადიოსადგური ან საბჭო, რომელიც შედგება ჩამწერ სტუდიებისგან და ასე შემდეგ და ამ პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ ესე მსგავსი დაჯილდოებები. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა იყოს აფიშირებული ნათელი საზოგადოებისთვის და ობიექტური. გასაგებია ნათია. მე ვთვლი რომ უნდა იყოს შესაბამისი გარემო, თვითონ ორგანიზატორები უნდა იყვნენ კარგად ჩახედულები ამ საქმეში და მომღერლებიც, რა თქმა უნდა იყოს კარგად შერჩეული თვითონ ნომინაცია. და ნათია. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად ხალხი უნდა იღებდეს ასე იგი მონაწილეობას, ანუ ხალხი უნდა არჩევდეს და არა საახლობლო პირველ რიგში და აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა და ანუ ორგანიზატორებმა უნდა ისწრონ პირველ რიგში ეგ რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს რომ საყურებლად ესე უნდა იყოს და ყველასთვის მისაღები იყოს რა. გასაგებია. იმედი მაქვს ამ რჩევებს გაითვალისწინებენ ორგანიზატორები, არა მარტო ჩვენი დღევანდელი სტუმრები, არამედ ყველა, ვინც ცდილობს რომ ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა დაჯილდოების ცერემონიალს და იმედი მაქვს რომ ჩატარდება საუკეთესო და ხარისხიანი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალები, ასე რომ დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა მაყურებელს, ვინც ამას გაუძლო. გემშვიდობებით კარგად.